2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნახევარკუნძული ამიერიდან და სამუდამოდ რუსეთის ნაწილი დარჩება. თუმცა 12 წლის შემდეგ ეს დაპირება პუტინისთვის სულ უფრო შეუძლებლად ჩანს შესასრულებლად. როდესაც უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა და რაკეტების თავდასხმები რეგიონზე ძლიერდება, როდესაც მომარაგების გზები წყდება და ნახევარკუნძული უპრეცედენტო კრიზისში ვარდება, რუსეთის კონტროლი ყირიმზე უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე. სინამდვილეში თავად პუტინმაც კი შეიძლება ოფიციალურად დაკარგა იმედი, რომ რეგიონს შეინარჩუნებდა და ამას მისი საკუთარი ხალხის ქმედებებიც ამტკიცებს. ისტორიკოსებისთვის ეს მოვლენები სიურპრიზი არ იქნება. ბევრ დიდ გლობალურ ძალას ქონია კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო მისი სამუდამოდ შენარჩუნება. რეგიონის ყველაზე ადრეული დოკუმენტირებული დაპყრობა თარიღდება ძუო წეტენკლით 513 წლით. სწორედ მაშინ სპარსეთის იმპერიამ დარიოს პირველის ხელმძღვანელობით წამოიწყო მასშტაბური კამპანია ამ რეგიონში. საუკუნეების განმავლობაში კონტროლი გადავია ბერძნების, რომაელების და შემდეგ ბიზანტიის იმპერიის ხელში. ყირიმის პირველი დიდი ალყა მე-14 საუკუნეში მოხდა, როდესაც ოქროს ურდოს მონღოლურმა ძალებმა სამიზნე დაირჩიეს გენუელების მიერ კონტროლირებადი ქალაქი კაფა, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ფეოდოსია. მონღოლებმა ალყა შემოარტყეს და შეუტიეს ქალაქს 1353 წლიდან 1346 წლამდე, სანამ საბოლოოდ არ გავრცელდა ბუბონური ჭირის მასობრივი ეპიდემია მათ შორის. ალყის მოხსნა და სახლში დაბრუნება რომ არ სურდათ, შემტევებმა ამის ნაცვლად მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ბიოლოგიური ომის მაგალითი განახორციელეს. მათ ჭირით დაავადებული გვამები ქალაქში კატაპულტით ისროლეს, რამაც გენუელებს არ მხოლოდ გაქცევა აიძულა, არამედ შავი ჭირის გავრცელებასაც შეუწყო ხელი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. მომდევნო საუკუნეებში ფივიმმა კიდევ არაერთი ალყა, შემოსევა და მამაცი, მაგრამ საბოლოოდ უშედეგო ბოლო ბრძოლის მცდელობა იხილა. მაგალითად იყო სევასტოპოლის ლეგენდარული ალყა, რომელიც ყირიმის ომის დროს მოხდა და თითქმის 1 წელი გაგრძელდა 1854 წლის ოქტომბრიდან 1855 წლის სექტემბრამდე. ამაში მონაწილეობდა მოკავშირე ქვეყნების კოალიცია, მათ შორის ბრიტანეთი, საფრანგეთი, ოსმალეთის იმპერია და სარდინია. ქალაქის ალყაში მოქცევა და დაბომბვა, რომელსაც რუსები ცდილობდნენ დაეცვათ გარშემო უზარმაზარი ბასტიონების რგოლის აშენებით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებამ, ყინვამ და შიმშილმა მოკავშირე ძალებზე მძიმე გავლენა იქონია, მათ საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო გარჩენილი რუსები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ. 1920 წელს ყირიმში ანტიბოლშევიკური თეთრი არმია იყო განლაგებული რუსეთის სამოქალაქო ომის დროს. დაშლილი ძალების ნარჩენებით ცდილობდნენ დაეკავებინათ პერეკოპის ისთმუსი, ვიწრო ხმელეთის ზოლი, რომელიც ნახევარკუნძულს აკავშირებს მატერიკთან, მოსული წითელი არმიის წინააღმდეგ. მათ შეძლეს საკმარისი დრო მოეგოთ დაახლოებით 150,000 ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირისთვის, რათა ისინი ზღვით გაქცეულიყვნენ სტამბოლისკენ. მაგრამ საბოლოოდ მოწინააღმდეგე ძალის სიმძიმემ ისინი გატეხა. მეორე მსოფლიო ომმა კიდევ ერთი მაგალითი მოგცა იმისა, რომ ყირიმი სულაც არ არის აუღებებელი ციხესიმაგრე, არამედ სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე რთული ადგილია მსოფლიოში კონტროლის შესანარჩუნებლად. 1951 წელს, როდესაც ღერძის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი სახმელეთო გზები გადაკეტეს, საბჭოთა ჯარისკაცები საპორტო ქალაქ სევასტოპოლში დაიხიეს. გერმანელებმა წლის მეორე ნახევარში რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს ქალაქის აღება, სანამ საბოლოოდ არ დააგროვეს უზარმაზარი ძალა, სევასტოპოლი მძიმე სარკინიგზო ქვემეხებითა და ლუფტვაფეს დაბომბებით დაბომბეს 1942 წლის ივლისისთვის. საბჭოთა თავდაცვითი ხაზები თითქმის მთლიანად დაიშალა. 10,000 ჯარისკაცი ან მოკლეს, ან ტყვე დაიყვანეს, ხოლო ღერძის ძალებმა ყირიმის კონტროლი დაამყარეს. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, 1944 წელს, საბჭოთაებმა კვლავ დაიბრუნეს კონტროლი, ნაცისტების სტრატეგიის გამეორებით. ჯერ ხმელეთზე მოწყვიტეს გერმანული არმია, შემდეგ კი სევასტოპოლზე ძლიერი ცეცხლი კონცენტრირეს. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები განსხვავდება, ამ მაგალითებიდან ბევრი აჩვენებს, რამდენად რთულია ისეთი ადგილის შენარჩუნება, როგორიცაა ყირიმი. და ეს სიფთულეები საბოლოოდ ერთ მარტივ მიზეზამდე დადის. რაღაც ისეთი, რასაც ვერასდროს სრულად აკონტროლებენ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და მდიდარი ქვეყნები. გეოგრაფია. ყირიმის უნიკალური გეოგრაფია მისი ყველაზე დიდი სიძლიერეცაა და ყველაზე დიდი სისუსტეც. ის ბუნებრივად დაცულია უზარმაზარი წყლის მასებით, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან, მაგალითად. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ხმელეთზე მისასვლელი ძალიან შეზღუდულია. 1000 წლის განმავლობაში ყირიმში შესვლა ან გამოსვლა ხმელეთით მხოლოდ ჩრდილოეთიდან იყო შესაძლებელი, უკრაინის სამხრეთ რეგიონების გავლით. და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარკუნძული გარკვეული რესურსებით მდიდარია, ის თვითმარი არ არის. ნებისმიერ ძალას, რომელსაც მისი კონტროლი სურს, ყოველთვის უწევდა ეძებნა გზები, რომ რეგიონში შეეტანა საკვები, საწვავი, წყალი და სხვა მარაგები. ეს არის მთავარი მომარაგების ხაზები. ისტორიის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა, რომ დამპყრობელი ძალები ამ ხაზების გადაჭრაზე კონცენტრირდებოდნენ, რათა ყირიმის კონტროლი მტრისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი გაეხადათ. როგორც კი საკვები და საწვავი შეწყვეტს მიწოდებას, მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოუწევს ოკუპანტ ძალას თეთრი დროშის აფრიალება ან უკან დახევა. ეს სცენარი არაერთხელ გვინახავს ისტორიაში, ისევ და ისევ.
ნახევარკუნძულის იზოლაცია ყოველთვის წინ უსწრებდა მისი დამცველების დამარცხებას. ნიშნულობა არ ჰქონდა, რამდენად მაღალი იყო მათი ციხესიმაგრის კედლები, რამდენი გამაგრება ჰქონდათ მოწყობილი, რამდენი თხრილი ჰქონდათ გათხრილი, ან რამდენი ბუნკერი ჰქონდათ აშენებული, ან რამდენად კარგად იგერიებდნენ მტერს, რომელიც ძალიან ახლოს მივიდოდა. საბოლოოდ ყოველთვის უწევდათ დანებება, თუ რესურსები ეწურებოდათ. ეს ისტორიული გაკვეთილები დღესაც ძალაშია. მას შემდეგ, რაც ყირიმზე კონტროლი დაამყარეს, ვლადიმერ პუტინს როგორც ჩანს ეგონა, რომ ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებული იყო. სინამდვილეში კი ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდა. ნახევარკუნძულის აღება არასდროს ყოფილა განსაკუთრებით რთული. მისი შენარჩუნებაა ნამდვილი გამოწვევა. ზოგად დონეზე ვლადიმერ პუტინი როგორც ჩანს, ამასაც აცნობიერებდა. ისტორიულმა მოვლენებმა ალბათ გავლენა მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე, რომ დაეწყო კერჩის სრუტის ხრუტის ხიდის მშენებლობა. მაგალითად, 12 მილიანი, 19 კილომეტრიანი საინჟირო ნაგებობა, რომლის აშენებაც თითქმის 4 მილიარდი დოლარი დაჯდა და რომელიც ყირიმის აღმოსავლეთ წვერს რუსეთის მატერიკს უკავშირებდა. ამან ახალი გზა გახსნა ნახევარკუნძულზე მისასვლელად და გამოსასვლელად. როდესაც მან 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ბრძანა, ვლადიმერ პუტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ თავარ რეგიონებზე, რომელთა სრული კონტროლით სჭირდებოდა, რათა ეგრეთ წოდებლიგე სახმელეთო დერეფანი რუსეთისა და ყირიმის დამაკავშირებლად დაეკავებინა. ესენია დონეცკი, ზაპორიჟია და ხერსონი. ლოგიკა აშკარა იყო. თუ ვლადიმერ პუტინი ყირიმის გარშემო მდებარე ტერიტორიებს გააკონტროლებდა, ვერც ერთი მტერი, იქნება ეს უკრაინა თუ ნატო, ვერ შეძლებდა მომარაგების ხაზების გადაკვეთას და რეგიონის იზოლირებას. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. შემდეგ უკრაინამ ახალი სტრატეგია იპოვა. სტრატეგია, რომელმაც მას ყირიმის კავშირების გაწყვეტის საშუალება მისცა ისე, რომ ხერსონის ან ზაპორიჟიას კონტროლიც კი არ დასჭირდა. სტრატეგია, რომელიც განხორციელდა მიდლ სტრაიკის კამპანიის სახით, რომელიც 2026 წლის აპრილის დასაწყისში დაიწყო და გულისხმობს იმას, რომ უკრაინული ძალები კამიკაძე დრონებს იხენებენ სატრანსპორტო მარშრუტებისა და ლოგისტიკური კვანძების დასარტყმელად, რომლებსაც რუსეთი ყირიმის მომარაგებისთვის იყენებს. კამპანიის დაწყების შემდეგ ხედავთ დარტყმების რაოდენობის ზრდას კრემლის სამხედრო ლოგისტიკაზე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი ეგრეთ წოდებული ნოვოროსიის გზატკეცილზე. ეს არის მთავარი გზა, რომელიც საერთაშორისო საზღვრიდან ყირიმამდე გადაჭიმულია და წლების განმავლობაში იყო ძირითადი არტერია, რომელსაც რუსეთი იყენებს ჯარის, სამხედრო ტექნიკის, საკვების, სათვავის და სხვა რესურსების ნახევარკუნძულზე გადასატანად. ამავე გზას რუსმა ჯარისკაცებმა და სამხედრო ბლოგერებმა მას შემდეგ სიკვდილის გზატკეცილი შეარქვეს. უკრაინის დრონების დარტყმების სიმძაფრისა და ეფექტურობის გამო, რამაც სატვირთოები ცეცხლში გაახვია და მთელი კოლონები გაანადგურა. უკრაინა ასევე ცდილობს ყველა სხვა კავშირის გაწყვეტას ნახევარკუნძულთან არაერთხელ დაარტყა და ემუქრება კერჩის სრუტის ხიდს, ასევე გაანადგურა რუსეთის სარკინიგზო ბორანები და ეგრეთ წოდებული ჩხტილოვანი ფლოტის ხომალდები, რომლებიც ყირიმისკენ მიემართებოდნენ. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ წამოითворს ძვირადღირებული სახმელეთო შეტევა, რაც შეიძლება დიდი დანაკარგებით დასრულდეს და უკრაინა სხვა მიმართულებებზე დაასუსტოს. ფრონტის ხაზებზე კიევის ძალებმა ამის ნაცვლად გონივრულად გამოიყენეს მათი მუდმივად მზარდი დრონების არმია, რათა რუსეთს მაქსიმალურად გაურთულონ ყირიმის მომარაგება ან გაძლიერება. შეიძლება ერთი შეხედვით ასე არ ჩანდეს, მაგრამ როგორც ახლახან აღნიშნა პენსიაზე გასულმა შეერთებული შტატების არმიის ოფიცერმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა, გლობალური გემბიტის ინტერვიუში, ეს ფაქტობრივად კლასიკური ალყის ტაქტიკაა. ჰოჯესი აღნიშნავს, რომ უკრაინა მიზნად აქვს ნახევარკუნძულის იზოლაცია, მისთვის აუცილებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებით. შედეგად აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური განმარტავს, რომ ბევრი ადამიანი ტოვებს ამ ტერიტორიას. არა მხოლოდ უკმაყოფილო იმედგაცრუებული დამსვენებლები, არამედ ზოგიერთი მთავრობის წარმომადგენელიც კი, ადამიანები აცნობიერებენ, რომ ყირიმი, ასე ვთქვათ, მახედ იქცევა და ისინი ცდილობენ იქიდან გასვლას. და ერთი რუსი ოფიციალური პირის თქმით, პუტინმა შეიძლება უკვე აღიარა, რომ მან ნახევარკუნძულზე კონტროლი დაკარგა. მაგრამ სანამ ზუსტად ვიტყვით რა ითქვა, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს და თუ ჯერ არ ხართ გამოწერილი, ეხლა ადრო. მიუხედავად იმისა, რომ პუტინს საჯაროდ არ უღიარებია კრიზისი ყირიმში და კრემლი კვლავაც იყენებს თავის კლასიკურ პროპაგანდისტულ ტაქტიკებს დრამის შესამცირებლად, ერთი ექსპერტი, მოსკოვში დაბადებული ეკონომისტი იგორ ლიფსეტი, ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკვე ახორციელებს ყირიმიდან გასაქცევ გეგმას. ინტერვიუში მარკ ფეიგენთან, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ წევრთან, რომელიც დღეს ადამიანის უფლებების დამცველად მუშაობს, ლიფსეტმა განაცხადა, რომ პუტინი უკვე ყირიმიდან გასვლის პროცესშია და ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად საზოგადოებისთვის შესაბამის საფუძვლებს ამზადებს. მან განმარტა, რომ პრეზიდენტს არ აქვს განზრახვა ორგანიზება გაუწიოს ჰუმანიტარულ ევაკუაციას ან მწვანე დერეფანს იმ რუსებისთვის, რომლებიც ყირიმში ჩარჩნენ, რადგან კრემლისთვის ძალიან დამამცირებელი იქნებოდა უკრაინისთვის ეთხოვა შეეჩერებინა დარტყმები, რათა ევაკუაცია განხორციელებულიყო.
ამის ნაცვლად, მოსკოვი აპირებს ამ საკითხზე დუმილი შეინარჩუნოს და შემდეგ უკრაინას გადააბაროს ბრალი, როცა ადამიანები გარდაულად დაიღუპებიან რეგიონში, სწრაფად დამძიმებული და სულ უფრო საშიში პირობების გამო. ჰუმანიტარული თვალსაზრისით ადამიანები უნდა ევაკუირდნენ და ვისაც შეუძლია ხიდის გავლით უნდა წავიდეს. ეს აშკარაა, მაგრამ ასე არ მოხდება. პუტინი იტყვის, რომ ადამიანები უკრაინის გამო დაიღუპნენ. მას არ აინტერესებს, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება ყირიმში. იქნება ეს ბავშვები თუ მოხუცები, მედიკამენტების, ელექტროენერგიის ან მოქმედი საავადმყოფოების არარსებობის გამო. ის თავის ომს ებრძვის და ჩვეულებრივი რუსები მისთვის იოლად გასაწირები არიან. იგივე ინტერვიუში ლიფსიცი ასევე შეადარა ყირიმში არსებული მდგომარეობა ალხას და განაცხადა, წყლის დეფიციტია, ელექტროენერგიის მიწოდება არასტაბილური გახდა. უკრაინის წარმატებული დართმების შემდეგ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ყირიმის ხიდის გარდა კომუნიკაციები ძირითადად გათიშულია. ყივიმიდან გამსვლელი მანქანების რიგები რეკორდულ დონეზეა. რუსებმა მოულოდნელად გააცნობიერეს, რომ დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ. ეს ერთდროულად შემაშფოთებელიცაა და აბსურდულიც. ეს აჩვენებს ცნობიერების ძალიან დაბალ დონეს რუსეთში. მართლა 2026 წლის ზაფხულის დასაწყისამდე რუსი საზოგადოება ძირითადად ფიქრობდა, რომ ყივიმი სრულიად უსაფრთხო იყო. ბევრმა იქ ზაფხულის თბილ თვეებში დასვენება დაჯავშნა აპირებდნენ ნახევარკუნძულის დამამშვიდებელ კურორტებში, სპასა და პლაჟებზე განტვირთვას. იმავდროულად ასობით ათასი რუსი გავრცელებული ინფორმაციით ყირიმში მუდმივად გადავიდა საცხოვრებლად 2014 წლის უკანონო ანექსიის შემდეგ. ამ ადამიანებიდან ბევრმა ეს გადაწყვეტილება პუტინის ნათქვამზე დაყრდნობით მიიღო. მან თქვა, რომ ყირიმი იყო და სამუდამოდ დარჩებოდა რუსეთის ნაწილი. მან ამტკიცებდა, რომ ეს იყო უსაფრთხო ადგილი, რომელიც თავის მშობლიურ ნავსაყუდელს დაბრუნებოდა და აქტიურად მოუწოდებდა რუსეთის მოქალაქეებს ეწვიათ ნახევარკუნძულს, შეეძინათ იქ სახლები, დაეწყოთ ბიზნესი და ასე შემდეგ. ხალხმა მას დაუჯერა და მასობრივად წავიდა ყირიმში. ეხლა კი ისინი ხედავენ თავიანთი საქციელის შეცდომას, მაგრამ ბევრისთვის უკვე ძალიან გვიანია. რა თქმა უნდა, უკრაინა პირდაპირ მშვიდობიან მოსახლეობას არ ესმის თავს. ის რუსეთს არ გავს. ის განზრახ არ ბომბავს ადამიანების სახლებს და არაფეთქებს საავადმყოფოებს, ეკლესიებსა და სკოლებს. თუმცა, როდესაც რეგიონს მომარაგების ხაზებს წყვეტს, კიევის ძალები ცხოვრებას ბევრად უფრო რთულს ხდის, არა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივებს ძირითადად აეკრძალათ საწვავის ყიდვა, რადგან ის ძალიან ცოტაა და ბევრი სახლი და ბიზნესი პერიოდულად ელექტროენერგიის გათიშვებსა და წყლის დეფიციტს განიცდის. შედეგად, ბევრი რუსი, რომელიც ყირიმში ცხოვრობს ან ისვენებს, სასწრაფოდ ტოვებს რეგიონს. კერჩის სრუტის ხიდისკენ კი მილის სიგრძის ავტომობილების რიგები წარმოიქმნა. და უამრავი ადამიანი სოციალურ ქსელებში აქვეყნებს პოსტებს, რათა გამოხატოს თავისი შიშები და უკმაყოფილება, მოუწოდებს თანამოქალაქეებს დატოვონ ან შორს დარჩნენ ყირიმისგან. ასევე პირდაპირ აკრიტიკებენ პუტინს მისი აშკარა უმოქმედობის გამო. კიდევ ერთხელ, ჩვეულებრივი ადამიანები იტანჯებიან თავიანთი პრეზიდენტის ქედმაღლობის გამო. პუტინს შეუძლია რაღაც გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. მას შეუძლია ჯარები და რესურსები ყირიმის ევაკუაციის დასახმარებლად მიმართოს. მას შეუძლია ღიად აღიაროს პრობლემა და ხალხს უთხრას, რომ ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად. მას შეუძლია ღირსეული ნაბიჯი გადადგას და შექმნას ჰუმანიტარული დერეფანი, რათა უზრუნველყოს, რომ მისმა ხალხმა უსაფრთხოდ დატოვოს ეს ტერიტორია. მაგრამ მან ეს არ გააკეთა და სავარაუდოდ არც გააკეთებს. ამის ნაცვლად ის შერჩევით დუმს, იმ იმედით, რომ დანარჩენი რუსეთი ვერ შეამჩნევს, როგორი ჯოჯოხეთი გახდა ყირიმი და კვლავ ეყრდნობა მის ნაცნობ ტაქტიკას, ტყუილებსა და პროპაგანდას, რათა დაფაროს კრიზისი. თუმცა როგორც აღნიშნა დოქტორმა ორჰან დრაგაშმა, სერბმა უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, კიევ პოსტისთვის დაწერილ სტატიაში, ტელევიზიას შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ ყირიმი რუსეთია, მაგრამ მას არ შეუძლია სტაბილიზაცია მოახდინოს ენერგოსისტემის, შეავსოს საწვავის ავზები, უზრუნველყოს რეგულარული მიწოდება, შეამციროს ხანგრძლივი ლოდინი ხიდზე, ან დაარწმუნოს ოჯახები დარჩნენ იქ, სადაც აღარ ჯერათ, რომ უსაფრთხოდ არიან. 2014 წლიდან რუსეთის მთავრობა ყირიმს იყენებს როგორც უმაღლეს პოლიტიკურ სიმბოლოს. ეს იყო ვლადიმირ პუტინის გვირგვინის მარგალიტი და ანექსია იმისა, რასაც ის უწოდებს ჩაუძირავ ავიამზიც. წლების განმავლობაში მის უდიდეს ტრიუმფად მიაჩნდა. მაშინაც კი, როცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუსეთის კონტროლი ყირიმზე არასდროს ჩანდა ეჭქვეშ დასაყენებლად. ისეთი ადგილები, როგორიცაა დონეცკი და ლუგანსკი, კონფლიქტის ზონებად და საბრძოლო ველებად აღიწერებოდა, მაგრამ ყივიმი რჩებოდა მშვიდ, სტაბილურ და დაალაგებულ ტერიტორიად, თვალწარმტაცი დასასვენებელ ადგილად და რუსეთის შესაძლებლობის სიმბოლოდ, არა მხოლოდ ტერიტორიის დასაკავებლად, არამედ პუტინს ალბათ წარმოედგინა თაობები რუსებისა, რომლებიც მის სახელს უმღერებდნენ და მის მემკვიდრეობას იზეიმებდნენ, მისი წასვლის შემდეგაც კი, როცა ისინი შავი ზღვის სანაპიროზე 10 წლების განმავლობაში განაგრძობდნენ დასვენებას. უკრაინამ ეს ოცნება 1000 ნამსხვრევად აქცია და პუტინი მიწაზე დააბრუნა თავისი გამორჩეული სარაკეტო დარტყმების კამპანიით.
წარსულის გაკვეთილების გათვალისწინებით, მან გაიარა იგივე გზა, რაც ყირიმის ომის მოკავშირეთა კოალიციამ, რუსეთის სამოქალაქო ომის წითელმა არმიამ და მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი ღერძის ძალებმა. მან ნახევარკუნძული იზოლაციაში მოაქცია. მის მომარაგებას ხელი შეუშალა და მისი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახადა. და მნიშვნელობა არ აქვს, პუტინი ამას აღიარებს თუ არა. ფაქტები ადგილზე თავად ლაბარაკობენ. ლოგისტიკა ვერ მუშაობს, რესურსები არ გადაადგილდება, ხალხი პანიკაშია. და ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ სიტუაცია მალე არ გაუმჯობესდება. სინამდვილეში ალბათ კიდევ უფრო გაუარესდება. უკრაინას აქვს საჭირო იარაღი კამპანიის გასაგრძელებლად და უკვე დაიწყო შეტევების გაძლიერება. მაგალითად, ივნისში გაცილებით მეტი თავდასხმა დაფიქსირდა ვიდრე მაისში. მან ასევე ააფეთქა რამდენიმე ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდი, რომლებსაც რუსეთი ცდილობდა გამოეყენებინა ყირიმში ზღვით მარაგების შესატანად და აშკარად აქვს შესაძლებლობა, რომ დაარტვას ან თუნდაც გაანადგუროს კერჩის სრუტის ხიდი, თუ ამას გადათვეთს. ომის ადრეულ წლებში ნახევარკუნძული მხოლოდ უსაფრთხო ადგილი არ იყო, სადაც რუსები დასასვენებლად მიდიოდნენ. ის ასევე იყო უზარმაზარი სამხედრო ლოგისტიკური კვანძი. სამხრეთის საიდანაც კრემლის ძალებს შეეძლოთ ხერსონზე და ზაპორიჟიაზე შეტევების განხორციელება, ან რაკეტებისა და დრონების მასობრივი შეტევა უკრაინის სიღრმეში, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. როგორც დოქტორი დრაგასი ამბობს, უკრაინამ კიევი უსაფრთხო ზურგიდან მუდმივი საფრთხის ზონად გადააქცია და ეს არ შეჩერდება. რაც ვიტოვებს ერთ მარტივ კითხვას: რას გააკეთებს შემდეგ პუტინი? ლიფსიცისა და სხვაების თქმით, ბრძოლა შესაძლოა საბოლოოდ ძალიან მძიმე აღმოჩნდეს რუსეთის პრეზიდენტისთვის. დრაგასი მიიჩნევს, რომ ის შეიძლება შეეცადოს კრიზისი პატარა საბაბებად დაყოს. საბოტაჟისა და ტექნიკური გაუმართავობის შესახებ ყალბი ისტორიების გავრცელებით რეგიონში, ადგილობრივი ადმინისტრაციის დადანაშაულებით, რომ ვერ უზრუნველყოფს სათანადო ზრუნვასა და კონტროლს. და საბოლოოდ უკრაინის დადანაშაულებით, თითქოს ის სასტიკად ესხმის თავს უდანაშაულო რუს მოქალაქეებს რეგიონში. ასე მოქმედებს პუტინი. ის ეძებს განტევების ვაცებს და ცდილობს პასუხისგებლობა, რაც შეიძლება შორს გადაიტანოს საკუთარი თავისგან. ეს შეიძლება იმოქმედოს რუსეთის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე, მაგრამ ეს არ იმუშავებს. თვითონ ყირიმში მცხოვრები ასობით ათას ადამიანზე, რომლებიც ყოველდღიურად ხედავენ, როგორ უარესდება მათი ცხოვრება. ადამიანები, რომლებიც განიცდიან ელექტროენერგიის გათიშვებსა და სათვავის დეფიციტს, ოჯახები, რომლებსაც აღარ შეუძლიათ შუქის ანთება ან საკმარისი საკვების მოპოვება საკუთარი თავისთვის, და დამშვენებლები, რომლებსაც მათი პრეზიდენტის მიერ გაყიდული ტყუილი დააჯერეს და უნებლიეთ დაჯავშნეს მოგზაურობა საბრძოლო ზონაში. როგორც დოქტორი დრაგასი ამბობს, ყველაზე დიდი სისუსტე პუტინის ყირიმის ისტორიაში თავად დაპირების ბუნებაშია. მან უბრალოდ არ თქვა, რომ ყირიმი დროებით ოკუპირებული ან სადავო სამხედრო ზონაა. მან თქვა, რომ ყირიმი სამუდამოდ რუსეთისა. ახლა ეს სიტყვები მასო შემოუბრუნდა. რუსეთის სიღრმეში თითქოს უკუღმა შიმშილის თამაშები მიმდინარეობს. ეს არ ეხება იმას, რომ ბოლო გადაჩენილი ცოცხალი დარჩება. ეს ეხება ელიტებს, რომელთაგან ბევრი პუტინის ბავშვობის მეგობარია, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ რუსეთის ლიდერს, რათა იქ არ იყვნენ, როცა უკან დარჩენილი კაცი მიწას ჩაბარდება. კლასიკური შიმშილის თამაშების სტილში ეს ელიტები ერთმანეთს და პუტინს უპირისპირდებიან. ყველაფერი, რაც რუსეთს ამოძრავებს, ინგრევა ზურგში, დანის ჩართვმის, პოლიტიკური ინტრიგებისა და ღია გაქცევის ქაოსში. ჩვენ რეალურ დროში უყურებთ რუსეთის დაშლას. მაგრამ ეს ხდება ძალიან შორს ბრძოლის ველიდან. რაც ახლა რუსეთში ხდება, ეს არ არის აშკარა გაქცევა. თქვენ ვერ ნახავთ კერძო თვითმფრინავებს, რომლებიც პუტინის გარემოცვას ფიზიკურად გაიყვანენ ქვეყნიდან, როცა ისინი მას ტოვებენ. ასევე თქვენ ბევრს ვერ გაიგებთ ამ გარემოცვისგან მათი პირდაპირ განზრახვების შესახებ, რომ პუტინი უღალატონ. რუსეთში საქმეები ასე არ კეთდება. ამჟამად მიმდინარე მოვლენების დიდი ნაწილი ჩრდილოეთ ჩრდილში ხდება, მაგრამ არ შეგეშალოთ. ელიტები თავს აღწევენ, სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ. ოღონდ ისინი ფიზიკურად არ მიდიან. ამის ნაცვლად ხდება ერთი რამის გადინება, რაც ამ ადამიანებს, ინსაიდერებიდან და ოლიგარქებიდან დაწყებული, თავად პუტინამდე. ყველაზე მეტად უყვართ ფული. როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრა ყოველდღიურად $827 მილიონ ხარჯავს. და პუტინი არ აჩვენებს შეჩერების ნიშანს, რადგან უკრაინაზე მისი ობსესია მთლიანად დაეუფლა მას. ადამიანები, რომლებიც პუტინს ხელისუფლებაში ამყოფებენ, ჩუმად ტოვებენ პუტინის ბანაკს. ეს შიმშილის თამაშების საპირისპიროა. პუტინი მარტო დარჩება დასაცემად, ხოლო დანარჩენები გადარჩებიან. პუტინის რეჟიმს დრო ეწურება, რადგან რუსეთს ახლა უფრო მეტად სჭირდება ფული ვიდრე ოდესმე, რათა გააგრძელოს თავისი შეჭრა. და ინსაიდერები და ელიტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პუტინმა ვერ შეძლოს თავისი ბინძური ხელებით მათ ფულზე ხელის მოკიდება. ბლუმბერგმა 16 ივლისის ანგარიში გამოავლინა მასშტაბური გადინება. ანგარიშის მიხედვით რუსეთის უმდიდრესი ადამიანებიდან ზოგიერთი, რომლებიც ძირითადად პუტინთან სიახლოვის გამო არიან ასეთ პოზიციებზე, მილიარდობით დოლარს აგზავნიან საზღვარგარეთ, რათა პუტინმა ვერ შეძლოს მათი ხელში ჩაგდება. ეს ელიტები ცდილობენ აირიდონ პუტინთან სიახლოვის საფრთხეები. იქნება ეს ლიდერი, რომელიც ხელგაწვდილი მოდის და თავის მიზნებისთვის შემოწირულობას ითხოვს, ან დესპოტი პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ ითვისებს ქონებას, თუ მას არ გადასცემენ. იდეა მარტივია. თუ ფული ქვეყანაში არ არის, მაშინ პუტინს არაფრის გაკეთება შეუძლია, რომ ის ხელში ჩაიგდოს. ბლუმბერგის ინფორმაციით, ფულის ეს გადინება $10 მილიარდ აღწევს, რადგან 6 მდიდარმა რუსმა და სხვა ადამიანებმა
რომლებიც რუსულ ელიტას იცნობენ, მას ერთსა და იმავეს უთხრეს. რუსეთის უმდიდრესი ადამიანებიდან ბევრი მთლიანად ცვლის თავის საინვესტიციო პორტფელებს. მათგან ბევრი ფულს კრიპტოვალუტასა და ოქროში აბანდებს, სხვა კი ფულს უცხოურ საინვესტიციო ფონდებსა და უძრავ ქონებაში ათავსებს. განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონი სულ უფრო მეტად ხდება თავშესაფარი მათთვის, ვისაც სურს, რაც აქვს პუტინისგან შორს შეინახოს. ეს ყველაფერი რუსეთის ლიდერისთვის არ უნდა იყოს სიურპრიზი. მან ეს სიტუაცია თავად შექმნა. პუტინი ფიქრობდა, რომ რადგან ის იყო ადამიანი, ვინც რუსეთის დღევანდელი ბევრი ოლიგარქი ასეთებად აქცია, მათ უზარმაზარი სიმდიდრე მისცა იმ პირობით, რომ ისინი აშიარკევდნენ სისტემას, ის ფიქრობდა, რომ ეს ადამიანები მის საჭიროების დროს ერთგულებით არჩებოდნენ. ეს იყო შეცდომა. როდესაც ყიდულობ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ფულზე ფიქრობენ, ეს ადამიანები ფულს უკან არ დაგიბრუნებენ, როცა მათ მიმართ მოთხოვნით მიხო. პუტინი ცდილობს. ადრე შემოწირულობებზე ვახსენეთ. მარტის ბოლოს Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი აქტიურად თხოვდა რუსეთის ელიტას ფული მიეცათ მისთვის, რათა ეს თანხა მისი გიჟური ომის დასაფინანსებლად გამოეტენებინა. ამ ელიტებს შეუძლიათ ყოველდღიური ხარჯები და დაინახონ და იციან, რომ რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 160 მილიარდ დოლარზე მეტია და კიდევ გაიზრდება. უმეტესობამ შემოწირულობის თხოვნა უგულებელყო. პუტინმა ასევე უნდობლობა შექმნა მის გარემოცვაში. 2024 წლიდან კრემლის მიერ დამტკიცებული ორგანოები რეგულარულად ახორციელებენ ქონების ჩამორთმევას, რაც განსაკუთრებით რუსეთის უმდიდრეს ადამიანებს ეხება, განსაკუთრებით მათ, ვინც ცდილობდა რუსეთის გარეთ სამყაროსთან კავშირების შენარჩუნებას. მაგრამ ეს ქონების ჩამორთმევები პუტინს მხოლოდ გარკვეულ წერტილამდე მიიღავს. საბოლოოდ მისი სასოწარკვეთილი სურვილი უკრაინის ომის დაფინანსებისთვის აიძულებს მას ყურადღება მიაქციოს რუსეთში ყველას, ვისაც ფული აქვს. იქნება ის მეგობარი თუ მტერი. მეგობრებიც ამას ხედავენ. და სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად გაიტანონ თავიანთი ფული. სინამდვილეში ჩვენ გველ ხედავთ, რომ ეს ხდება. არკადი და ბორის როტენბერგების ისტორია აჩვენებს, რომ პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რათა საკუთარი თავი გადაარჩინოს. თუნდაც ეს ნიშნავდეს მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანების განადგურებას. ეს ძმები პუტინის მრავალწლიანი მეგობრები არიან. ისინი პუტინთან ერთად ძიუდოში სპარინგ პარტნიორებიც კი იყვნენ. პირდაპირ ეხმარებოდნენ პუტინს, რომ თავი წარმოეჩინა როგორც ძლიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რუსეთის დაცვა. მაგრამ როცა საქმე სერიოზულად მიდგება, პუტინი ესეთ ერთგულებასაც კი უგულებელყოფს, რათა თავისი ომი გააგრძელოს. 2026 წლის ივლისის ანგარიშში კარნეგის ფონდის კვლევამ აჩვენა, რომ ამჟამად მიმდინარეობს წმენდა იმ ადამიანების, რომლებიც როტენბერგებს ერთგულებენ. ეს გარკვეულწილად გავს იმ ელიტების წმენდასთან, რომლებიც ერთგულები იყვნენ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიმართ. ამ წმენდის შედეგად ძმები, რომლებმაც პუტინთან კავშირის წყალობით მილიარდები იშოვეს, იძულებულნი არიან უყურონ, როგორ ინგრევა მათი საკუთარი ქსელი. კონსტანტინ მარკოვი და ალექსანდრ ნაროდკო ორივე მათგანი პირდაპირ არის დაკავშირებული როტენბერგებთან და მათ სახელით სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობდა ან მართავდა, უკვე დააკავეს. მეტი დაპატიმრება მოყვება, რადგან პუტინი ცდილობს დაასუსტოს ელიტის ის ნაწილი, რომელსაც ახლა საფრთხედ მიიჩნევს. ეს ყველაფერი პუტინის დამტკიცებას საჭიროებს. როტენბერგის ძმებმა ეს იციან. მათი ბავშვობის მეგობარი, რომელმაც ისინი გაამდიდრა, ეხლა მათაც მიადგა. არა მხოლოდ მათი პოლიტიკური გავლენის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ისინი მართავენ კერძო კომპანიების დიდ ქსელს და პუტინი მოისურვებს იმ ფულს, რომელსაც ეს კომპანიები გამოიმუშავებენ. ჩვენ არ ვიცით, არიან თუ არა როტენბერგები იმ ელიტებს შორის, რომლებიც ამჟამად თავიანთ ფულს რუსეთიდან გამოაქვთ. გიჟები იქნებოდნენ, რომ არ ეყვნენ. რაც შეეხება რუსეთის სხვა შიდაწრის წევრებს, რომლებიც ფულს გამოაქვთ, სანამ შეუძლიათ, ისინი ყველა ერთსა და იმავეს აკეთებენ, რაც ამ ვიდეოს საერთო თემა იქნება. გააცნობიერეს, რომ თუ ეს შეიძლება დაემართოს ისეთ ახლობელ ადამიანებს პუტინთან, როგორიც როტენბერგები არიან, მაშინ ეს ყველას შეიძლება დაემართოს. მაგრამ ეს პუტინისთვის მხოლოდ დასაწყისია. როდესაც ფული ტოვებს რუსეთს, პუტინს ასევე უწევს მინისტრებთან, ჯარისკაცებთან და პუტინის მკვლელი წარსულის ერთ-ერთ მრავალ ჭრილთან გამკლავება, რომელიც უკან ბრუნდება, რომ შეაწუხოს იგი. ჩვენ ადრე შოიგუ ახსენეთ. მისი გადაყენება თავდაცვის მინისტრის პოსტიდან არის იმ მიმდინარე წმენდის ნაწილი, რომელიც იმ სამინისტროში მიმდინარეობს, რომელსაც ადრე ხელმძღვანელობდა. შოიგუ გადარჩა. ეხლა ის რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელია, თუმცა ეს ბევრად დაბალი თანამდებობაა, ვიდრე ადრე ეკავა. სხვებს ასე არ გაუმართვათ. შოიგუს რამდენიმე ყოფილი მოადგილე, მათ შორის პაվել პაპოვი, ტიმურ ივანოვი და რუსლან სალიკოვი, სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს, რომლებიც კორუფციას უკავშირდება. ეს წმენდა ზუსტად ისევე, როგორც როტენბერგის ქსელში ვხედავთ. ხოლო ახლა ეს ხდება რუსეთის ძალაუფლების უმაღლეს დონეზე. პუტინი მიზანში იღებს იმ მინისტრებს, რომლებიც მას აღარ აწყობენ. ზოგიერთი მინისტრი წინააღმდეგობას უწევს. დენის ბუცაევი, რომელიც რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დროს მაღალი რანგის მოხელე იყო, აშშ-ში გაიქცა მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გაათავისუფლეს და სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედმა მინისტრმა რუსეთიდან გაიქცა ომის დაწყების შემდეგ და როგორც ჩანს, კიდევ ბევრი ამას გააკეთებს. სახელმწიფო დუმაში პუტინი იძულებულია სხვა მინისტრებს, მათ შორის კომუნისტური პარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვს, გაუმკლავდეს, რომელიც მას პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთს ომში შეყვანაში, რაც მხოლოდ 1917 წლის მოვლენების გამეორებას გამოიწვევს. სხვა სიტყვებით, პუტინის სისტემის სრული კოლაფსი. ამისთვის მხოლოდ ერთი სიტყვა არსებობს: ქაოსი.
და ეს ყველაფერი არ არის. რუსეთის სამხედრო რიგებში ამბოხის შესახებ აფრთხილებენ. ივნისის ბოლოს რუსი ვეტერანი სახელად ალექსანდრე ლუნინი ამტკიცებდა, რომ რუსი მეთაურების სისასტიკე საკუთარი ჯარისკაცების მიმართ აჯამართ აჯანყებას გამოიწვევდა. ლუნინმა პუტინს პირდაპირ აუდიენციას თხოვა და განაცხადა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მინისტრებმა მას გამბედაობა მისცეს, რომ ხმა ამოეღო. პუტინის გარემოცვაში კიდევ მეტი მოღალატეა. ლუნინი მალევე დააკავეს მისი განცხადებების გამო და როგორც ჩანს, ის გაქრა მას შემდეგ, რაც კრემლმა მას ფსიქიკური პრობლემები დააბრალა. მაგრამ ეს ამბოხის მოწოდებები პუტინს ზურგში ცივის გაუშვებდა, რადგან ისინი ვაგნერის აჯანყების ექოს ახსენებდნენ. შეიძლება გახსოვთ ის აჯანყება და ადამიანი, ვინც მას ხელმძღვანელობდა, ევგენი პრიგოჟინი. პუტინმა მას მიხედა. ან შეიძლება ითქვას ოფიციალურად. პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მას შემდეგ რაც მან სცადა ვაგნერის პარამილიტარული ძალის აჯანყების ხელმძღვანელობა. კიდევ ერთი აჯანყების პოტენციალი ახლა პუტინისთვის ყველაზე არასასურველია, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს. ლუნინი ამის შესახებ აფრთხილებდა და პუტინის წარსულის ეს აჩრდილის თავს იჩენს. ევგენი პრიგოჟინის ვაჟი პაველი ახლა აფრიკაში ვაგნერის დაქირავებულთან მცირე რაზმს ხელმძღვანელობს. დაახლოებით 500 ჯარისკაცით ეს ჯარისკაცები უარს ამბობენ გახდნენ ვაგნერის ახალი ვერსიის ნაწილი, რომელიც რუსეთის სახელმწიფოშია შთანთქმული. ამის ნაცვლად ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან პუტინს და მართავენ იმას, რასაც Wall Street Journal მის პატარა თავნებას საველე მეთაურის იმპერია დახვწერს, რომელიც მთლიანად პუტინის კონტროლს გარეთ არის. და ამ ყველაფერში კონტროლი არის მთავარი საკითხი. კონტროლი ერთადერთი რამაა, რაც პუტინს სჭირდება, რომ თავისი ვერსიის რუსეთი და საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. როგორც მაფიის ნათლია, პუტინმა შექმნა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია კორუფციაზე, ტყუილზე და იმ ადამიანების გაძლიერებაზე, ვინც ეგონა, რომ მხარს დაუჭერდა. მაგრამ ეს სისტემა ნელ-ნელა ინგრევა. შიდა წრის წევრები, რაც შეიძლება სწრაფად ირებენ თავიანთ ფულს რუსეთიდან. მინისტრები ან ხმამაღლა საუბრობენ, ან რუსეთიდან გარბიან, ან დააკავეს. ხოლო უკანასკნელი მხოლოდ აძლიერებს იმ ცეცხლს, რომელიც კრემლს ემუქრება. ამბოხზე საუბრობენ. ყოფილი აჯანყებულის შვილი ღიად უგულებელყოფს პუტინს. პუტინი 10 წლეულებია, რაც თამაშობს გაწყობილი კარტით. ეხლა მას ბანკო აღარ აქვს და ამ შებრუნებულ შიმშილის თამაშებში შანსები არასოდეს იქნება მის მხარეს. თავარი კითხვა ახლა ისაა, რატომ ხდება ეს ყველაფერი? მარტივი პასუხია, რომ ყველაფერი საბოლოოდ პუტინის წარუმატებელი ომის გავლენაზე მოდის, რაც ელიტებსა და შიდა წრის წევრებზე აისახება. მაგრამ ეს უფრო ღრმაა, ბევრად უფრო ღრმა. სანამ ავხსნით როგორ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ ვცდილობთ სათაურებს მიღმა ჩავწვდეთ და სრულ ისტორიას მოგაწოდოთ. თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემა, გამოიწერეთ არხით რესვე. აბა, რა ხდება სინამდვილეში? რუსეთის ეკონომიკა ერთის მხრივ ინგრევა და ეს არ არის კარგი იმ სისტემისთვის, რომელიც დაფუძნებულია მდიდრებისთვის ფულის უწყვეტად მიწოდებაზე, რათა მათი ერთგულება იყიდიყო. ამჟამად ეს ეკონომიკა ნანგრევებშია. ბიუჯეტის დეფიციტი 75 მილიარდ დოლარზე მეტია 2026 წლის პირველი 6 თვის შემდეგ, რაც 51%-ით აღემატება იმ მიზანს, რომელიც რუსეთმა მთელი წლისთვის დააწეს. და რუსეთის თავარი პრობლემა აქ ისაა, რომ ლიკვიდური აქტივები დეფიციტის დასაფარად საკმარისი არ არის. ამიტომ რუსეთი სესხულობს ფულს, ბევრ ფულს. რუსეთის სესხების შემდეგი გადახდა, რომელიც თითქმის 12 მილიარდ დოლარს შეადგენს, გადასახდელია სწორედ მაშინ, როცა ეს ვიდეო გამოქვეყნდება. კრემლი ვერ უარყოფს გადახდას, რადგან ეს გამოიწვევს ჰიპერინფლაციის პრობლემებს, რაზეც მალე ვისაუბრებთ. რუსეთს აქვს ეკონომიკა, რომელსაც Fortune ვალზე აგებულ ილუზიას უწოდებს. საბანკო კრიზისი აფეთქების ზღვარზეა. რადგან რუსეთმა წლების განმავლობაში სუბსიდირებული სესხები გასცა და ახლა ბანკები იმ სიტუაციის წინაშე დგანან, სადაც მათი კორპორატიული სესხების 10% ვერ იფარება. ასევე მათი საცალო სესხების 15%. ეს ძალიან დიდი თანხაა, რომელიც უბრალოდ არ ბრუნდება რუსეთის ძირითად ფინანსურ ინსტიტუტებში. 2025 წელს 500,000-ზე მეტმა რუსმა გამოაცხადა გაკოტრება. ინფლაცია უკვე ანადგურებს მილიონობით ადამიანის ცხოვრებას, რადგან 2026 წელს ისინი იძულებულნი არიან გადაიხადონ 167%-მდე მეტი ძირითადი საკავი პროდუქტებისთვის, ვიდრე 2024 წელს ხარჯავდნენ. და უკრაინის თავდასხმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, გადაზიდვებსა და საწვავის სატვირთოებზე, რაც რუსეთში საწვავის კრიზისს იწვევს. სტაგფლაციის რისკი, როცა ეკონომიკური ზრდა ჩერდება და ინფლაცია მკვეთრად იზრდება, მაღალია. ეს ისევ ჰიპერინფლაციის პრობლემებთან გვაფრთხილებს. რუსეთი ამ ეკონომიკურ კრიზისს იმ დროს უმკლავდება, როცა მას უზარმაზარი ვალების გადახდა უწევს. პუტინი არაფერს აუნჯობესებს. ის ახალ ჯარისკაცებს პირდება, რომ რუსეთი მათთვის 140,000 დოლარამდე ვალს ჩამოწერს, თუ ისინი მის ომში სიკვდილზე დათანხმდებიან. ისევ ეს დიდი თანხაა, რომელიც უკვე გაჭირვებულ ბანკებს აღარ უბრუნდება. მაგრამ რა მოხდება, როცა ფული ამოიწურება და კრემლი ამ დაპირებებს ვერ შეასრულებს? ისევ როგორც ჯარისკაცებისთვის გადახდილ უზარმაზარ ხელფასებსა და ბონუსებს, რუსეთმა შეიძლება პასუხად მეტი რუბლის ბეჭდვა დაიწყოს. მაგრამ სწორედ ეს არის ჰიპერინფლაციის რეცეპტი, რაზეც ვსაუბრობთ. სხვა რუსული სქემები უკვე ჩავარდა. კრემლმა სცადა ობლიგაციების გატიდვა, მაგრამ ამ სქემამ მხოლოდ რუსეთის მიერ დასახული მიზნის 10% მოიტანა. მეტი სესხის აღების მცდელობაც არ მუშაობს. რადგან ისინი, ვინც მზად არიან რუსეთს ფული ასესხონ, ითხოვენ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც შეესაბამება იმ რისკს, რომელსაც იღებენ, და კრემლს ამის გადახდა არ შეუძლია.
მეორე ვარიანტია, რომ პუტინმა ბევრად გააფართოოს ის, რასაც უკვე შეზღუდული მასშტაბით აკეთებს. დიდრებისგან წაიღოს და კრემლს მისცეს. გახსოვთ თემა, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენეთ. ელიტები და ინსაიდერები ხედავენ, რა ხდება მათ გარშემო და მიდიან სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ. ეს თემა აქ კიდევ უფრო მძაფრად ბრუნდება. რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სულელები არ არიან. მათ კარგად ესმით ის აბსოლუტური კოშმარი, რომელიც პუტინმა შექმნა თავისი შეჭრის დასაფინანსებლად. და იციან, რომ კრემლის არც ერთი მცდელობა არ უშველის. საბოლოოდ სწორედ ამ ინსაიდერებს აქვთ ფული და თუ უკრაინის ომი გაგრძელდება, პუტინი მათაც მიადგება. ახლავე გაიტანეთ ფული და მას აღარაფერი ექნება მოსაპარად. რუსეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ხედავთ ფულის მასობრივ გადინებას და იმ უკმაყოფილებას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორია. პუტინის გარემოცვაში ძირითადად ბიზნესის მფლობელები არიან. ბევრი მათგანი კერძო კომპანიებს მართავს, რომლებიც წარმატებულები სწორედ იმიტომ არიან, რომ კრემლი მათ მომგებიან კონტრაქტებს ანიჭებს. ასე იშოვეს მილიარდები როტენბერგებმა. პუტინთან სიახლოვე კარგად ანაზრაულდება, როცა დიქტატორი არ არის შეპყრობილი წარუმატებელი ომის გაგრძელებით. მაგრამ ეხლა ის ბიზნესმენები, რომლებიც წლების განმავლობაში პუტინის კორუფციით სარგებლობდნენ, უყურებენ როგორ აქცევს რუსეთი კერძო სექტორს გადასახადებით განადგურების პირას. და ბევრ შემთხვევაში თავადვე ანადგურებს იმ კომპანიებს, რომლებმაც ინსაიდერები თავდაპირველად ასე გაამდიდრა. მათ კონფისკაციას ახდენს და სახელმწიფოს გადასცემს. რუსული ბიზნესისთვის გარემო, ასე ვთქვათ, ამჟამად საკმაოდ რთულია. 2025 წლის ნოემბერში გამოცემულ ანგარიშში Moscow Times-მა გაამჟღავნა, რომ კორპორაციული ზარალები იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 25%-ით გაიზარდა და $83 მილიარდ გადააჭარბა. დაახლოებით 18400-მა რუსულმა კომპანიამ ამ პერიოდში ზარალი განიცადა, რაც 2024 წელს ზარალის მქონე კომპანიების რაოდენობაზე 11%-ით მეტია. Jamestown Foundation ამატებს, რომ 2025 წელს რუსეთის ყველა კომპანიის თითქმის 30% არამომგებიანი გახდა. წლის ბოლოს საერთო ზარალმა დაახლოებით $100 მილიარდი შეადგინა. გადავიდეთ 2026 წლის ივლისში, სადაც მეცო იუწყება, რომ ბიზნეს აქტივობა რუსეთში იმდენად მკვეთრად დაეცა, რომ 2022 წლის გაზაფხულის დონეს დაუბრუნდა. რაც შეიძლება გახსოვთ, ის პერიოდი იყო, როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური ამბობს, ბიზნეს აქტივობა რუსეთში 2022 წლის გაზაფხულის დონეზე დაეცა. ბიზნეს კლიმატის ინდიკატორი, რომელიც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ივნისში გამოთვალა, მაისის 0.9-დან -3.6 ქულამდე დაეცა. ამ სკალაზე 0-ის ზრდასა და შემცირებას შორის საზღვარია, ასე რომ ბიზნესი აღარ ჯერა გაუმჯობესების. ეხლა ნამდვილად არ არის კარგი დრო, იყო ელიტის წევრი, რომელიც რუსეთში ბიზნესს აწარმოებს. მეტი ფულის შოვნის პერსპექტივა კიდევ უფრო ბნელდება. ამას დავუმატეთ კომპანიების მითვისებაც, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. უკვე ვახსენეთ აქტივების ჩამორთმევა. ამის იდეალური მაგალითი ვნახეთ 19 ივნისს, როცა კრემლმა JSC Elmas, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური და სამრეწველო უძრავი ქონების მფლობელი იყო, მართო სახელმწიფო კომპანია Neftakim ნეფტ-ხიმრემს დროისთვის გადააბარა. ეს დაახლოებით 1.05 მილიონი კვადრატული მეტრი მიწაა, რომელიც დაკარგეს უბრალოდ სახელმწიფოს გადასცეს, რათა კრემლმა საბოლოოდ მიიღოს სარგებელი მისი გამოყენებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. 2025 წლის ივლისისთვის რუსეთმა კერძო კომპანიებისგან $50 მილიარდ მეტი აქტივი ჩამოართვა. ამ აქტივების დიდი ნაწილი დასავლურ კომპანიებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ომის დაწყებიდან დღემდე 800-ზე მეტი კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. ეს არის კერძო ბიზნესის კანიბალიზაცია, რათა დაფინანსდეს ბრძოლა, რომელშიც პუტინის გარემოცვიდან არც ერთი არ სურს მონაწილეობა. და ისე უბრუნდებით ამ თემას. რუსეთში ნებისმიერი კერძო ბიზნესის მფლობელი ახლა საკუთარ თავს გითხავს, როდის დადგება მათი რიგი. ეს ყველაფერი პუტინმა შექმნა. საკუთარი ტყუილების, მოტყუებისა და ზურგში დანის ჩაცემის სიჭარბემ ამ გზაზე მიიყვანა. ვერ ხედავს საკუთარ არაკომპეტენტურობას და იმ ზეგავლენას, რასაც ეს რუსეთზე ახდენს. პუტინია ის, ვინც უკუღმა შიმშილის თამაშებში უკარჩება. სათითაოდ მისი გარემოცვის წევრები, ელიტები და კარისკაცები ხედავენ, რომ ისინი უსაფრთხოდ არ არიან, მიუხედავად იმისა, რამდენად ახლოსაც არიან პუტინთან. თუ რამეა, ახლოს ყოფნა უბედურება. შოიგუ და როტენბერგები ამას დაადასტურებენ. როცა პუტინს ამე სჭირდება, ის ცდილობს მიიღოს ეს იძულებით ან ძალის გამოყენებით. ეხლა როცა ის შიში ცხოვრობს, უმეტეს დროს ბუნკერებში ატარებს და პარანოიას ეძლევა. რომელმაც მისი ცხოვრება მოიცვა, პუტინმა კონტროლი დაკარგა. ელიტები, რომლებიც ეგონა, რომ კონტროლქვეშ ხავდა, ყველაფერს აკეთებენ, რომ მისგან თავი დააღწიან. ისინი პუტინის შემდეგ ცხოვრებას გეგმავენ, ვიდრე პუტინს თავისი მიზნების მიღწევაში დაეხმარო. რუსეთის ლიდერი სწრაფად უახლოვდება გზის დასასრულს. და როცა ის მიაღწევს ამ დასასრულს, ის გადაეშვება კლავიშობა კლდიდან ისე, რომ არავინ შეეცდება მის შეჩერებას. ეს ისეთივე ძველი ამბავია, როგორც დრო. საბოლოოდ ყოვლის შემძლე დიქტატორი, საკუთარი დაღუპვის არქიტექტორი. მაინც სანამ პუტინი რჩება ხელისუფლებაში, რუსეთი გააგრძელებს დაღმასვლას. და ჩვენ მხოლოდ ეკონომიკურად არ გულისხმობთ. რუსები მოდიან. მხოლოდ ამჯერად ისინი უკრაინაზე არ მოდიან. ისინი პუტინზე მოდიან. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მძაფრ ტირადაში რუსი სამხედრო ვეტერანი პუტინის არმიას იმ სახით აჩვენებს, როგორიც სინამდვილეშია. ძალადობის ბრალდებები გაჩნდა. ამბოხის მოწოდება ისმის. რუსი ჯარისკაცები ახლა აქტიურად ემუქრებიან პუტინის მმართველობას, რადგან Wagner 2.0 ჰორიზონტზე ჩანს. კრემლის პასუხი სწრაფი იყო.
მაგრამ პუტინის გულგრილი სისასტიკე ახლა უკვე გამჟავნებულია, როგორც კიდევ ერთი დარტყმა მის ძალაუფლებაზე და რუსეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სულ უფრო მეტად თავად რუსეთი ჩანს. თავის მძაფრ ტირადაში რუსეთის არმიის ყოფილი სადაზვერო რაზმის მეთაური ალექსანდრე ლუნინი სუსტად აღწევს, როგორია ცხოვრება პუტინის სამხედრო ძალებში. ერთ დროს სუდა სუდოხოვის მოხალისეხა ბატალიონის წევრი იყო. ლუნინის გამხელა პირდაპირ დაესხა პუტინს, მის სამხედრო ძალებს და კრემლის ხელმძღვანელობას. ამტკიცებდა, რომ რუს ჯარისკაცებს საკუთარი მეთაურები აწამებენ და ავიწროებენ. და რომ ბრძანებები, რომელსაც ისინი იღებენ, ხშირად სულელურია, სუიციდური და თითქოს მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ მეტი ხორცი გაგზავნონ ხორცსაგებში. ლუნინმა პუტინთან პირდაპირ შეხვედრა მოითხოვა, სადაც ის გაამჟღავნებდა ნამდვილ სიმართლეს, რომელსაც არც ერთი ოფიციალური პირი არ ეტყვის მას. ჩვეულებრივ ესეთი რამ რუსეთში დაფარულ იქნებოდა. რა მნიშვნელობა აქვს ერთ უკმაყოფილო ჯარისკაცს მილიონიან არმიაში? მაგრამ ლუნინმა არ გაჩერდა მხოლოდ რუსული არმიისა და მისი ძალადობრივი მეთოდების მხილები. ლუნინმა თქვა, რომ თუ მისი შეხვედრა პუტინთან არ შედგა, მაშინ რუსეთის ლიდერს ემუქრება მისი უკრაინაში შეჭრის სრული კრახი. ლუნინმა გააფრთხილა, რომ აჯანყება მოდის და მისი შეჩერების ერთადერთი გზა არის პუტინს გააგებინოს, როგორ ეპყრობიან მისი მეთაურები ჯარისკაცებს. თუ ახლოს მომავალში კრემლში არ მივალ და თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში არ გამოჩნდები, არმია იარაღს კრემლისკენ მიმართავს. ლუნინმა განაცხადა იმ მტკიცებების ფონზე, რომ ის შეხვდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ასევე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წევრებს. როგორც ჩანს, აქ აზრი ნათელია. ლუნინი პუტინს აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ აჯანყებაა დაწყებული და მას შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის რეჟიმის მაღალჩინოსნების მხარდაჭერაც ჰქონდეს. ეს ბლეფი არ არის, გააფრთხილა ლუნინმა, როდესაც თავისი გზავნილი დაასრულა. ან გზავნილს ხუროთრების მიღმა ვერ გაატარებ. და თუ კრემლს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ყველაფერს დაფარავდა, ეს იმედები ლუნინის გზავნილის გასაჯაროებიდან 24 საათში დაიმსხვრა. სწორედ ამდენი დრო დასჭირდა ყოფილი ჯარისკაცის გაფრთხილებას, რომ სოციალურ ქსელებში გასაოცარი 12 მილიონი ნახვა დაეგროვებინა. ამას პუტინი ვერაფრით უგულებელყოფს. გაფრთხილება უკვე გავრცელებულია და ბევრმა რუსმა უკვე ნახა იგი. თუმცა ვიდეოს ვირუსულად გავრცელების შემდეგ განვითარებული მოვლენები უცნაური იყო. ერთი მხრივ ლუნინი თითქოს ცდილობს უკან წაიღოს თავისი ზოგიერთი კომენტარი. მას შემდეგ, რაც მისმა განცხადებამ ასეთი დიდი ყურადღება მიიპყრო, მან განაცხადა, რომ აქტიურად არ ცდილობდა გადატრიალების მოწყობას ან მისკენ მოწოდებას. არამედ უბრალოდ იმედოვნებდა, რომ გაავრცელებდა ინფორმაციას იმ რეალურ პირობებზე, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები საკუთარ არმიაში იტან. მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მტკიცებები, რომ თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები თავად აძლევდნენ მას რჩევას. საჯაროდ გაეტანა ეს საკითხები. მისი მტკიცებისთვის მტკიცებულება არ არსებობს, იუცგაბა რადიო თავისუფლება, მაგრამ ეს არც არის გასაკვირი. არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ ორგანიზაციებიდან არ აპირებს თავის გამოაშკარავებას იმ გზავნილის მხარდაჭერით, რომელიც ანგრევს იმ ილუზიას, რომელშიც პუტინი ასე ბედნიერად ცხოვრობს. ლუნინის შემდეგი კომენტარებიც მიუთითებდა, რომ ნებისმიერი აჯანყება ჩუმად მოხდებოდა და არავინ მივიდოდა მასთან გაფრთხილების მისაცემად. და ამ ყველაფრის გარდა ლუნინმა სწრაფადვე უკან წაიღო პუტინთან პირდაპირი აუდიენციის მოთხოვნა. და ამის ნაცვლად განაცხადა, რომ სურდა რუსეთის ლიდერისთვის ეცნობებინა იმ ძალადობისა და ქრთამის შესახებ, რაც მისივე არმიაში ხდება. თითქმის პრისიერი წინააღმდეგობა. შესაძლოა ლუნინი, რომელიც ადრე ალექსანდრ პოსტოლოვის სახელით იყო ცნობილი, უკვე იწყებდა შეშეშინებას. მაგრამ ამ ყველა წინააღმდეგობის ფონზე ლუნინი რაღაცას აკეთებდა, რაც აჩვენებდა, რომ ის ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა თავის განცხადებებს მოსაოდნელი ამბოხის შესახებ. ის აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა თავისი სიტყვები იმ დღეებში, როცა გაგზავნა თავისი შეტყობინება. United 24 მედია იუთხება, რომ მან დაიწყო სხვა რუსი სამხედროებისგან ჩვენებების შეგროვება იმ ძალადობის შესახებ, რაც მათ განიცადეს. კვლავ იმ მტკიცებით, რომ აპირებდა ეს ყველაფერი პუტინისთვის გაეზიარებინა. ლუნინმა თქვა, რომ ასეთი ჩვენებების რაოდენობა 1000-ებს აღწევს, რომელთაგან ბევრს თან ახლავს ვიდეო დადასტურება გადატანილი ძალადობის შესახებ. 10 მათგანი არ გავრცელებულა სოციალურ ქსელებში. როგორც ჩანს, ლუნინს სურდა ეს ყველაფერი პირდაპირ პუტინთან შეხვედრისთვის შეენახა. ესეც უცნაურია. არსებობს აჯანყების მუქარები და განცხადებები, რომ მას მაღალი თანამდებობის პირებმა უბიძგეს თავისი გზავნილი მიეტანა. ლუნინმა ზოგადად განაცხადა, რომ ვორონეჟის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მას მხოლოდ იმ ადამიანის სახელი შეეძლო დაესახელებინა, ვისთანაც ესაუბრა, დენისი. და ამტკიცებდა, რომ ის ვორონეჟის გუბერნატორის მოადგილე შიდა პოლიტიკის საკითხებში იყო. ამ პოსტს რეალურად დმიტრი მასლოვი იკავებს, როგორც აგენტი სვონიუსი ამხელს. ასევე ჩანს, რომ ლუნინი ან შეცდომაში შეიყვანეს იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მას იყენებენ, რათა გამოავლინონ რეალური პრობლემები რუსულ არმიაში. ან ის გარტყდა და აღარ აინტერესებს ამოუვა. თავარია ვინმე მოусმინოს. ნებისმიერ შემთხვევაში აჯანყებით დაემუქრდნენ. პუტინმა ყურადღება უნდა მიაქციოს. რუსეთის ლიდერს ყველაზე მეტად ამ ყველაფერში ვაგნერის ხელახლა განმეორების პერსპექტივა შეაშინებს. ლუნინის გზავნილი გაჩნდა დაახლოებით 3 წლის შემდეგ, რაც კრემლში გადატრიალების მცდელობამ თითქმის ძირეულად შეარყია. 2023 წლის 24 ივნისს პუტინმა შეეჯახა ყველაზე პირდაპირ გამოწვევას თავისი ძალაუფლების მიმართ, რაც რუსეთში მისი 25 წლიანი მმართველობის განმავლობაში ყოფილა.
ამ გამოწვევის კატალიზატორი იყო ევგენი პრიგოჟინი, რომელიც სამარცხვინოდ ცნობილი ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების ჯგუფის დამფუძნებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაგნერის ჯგუფი ოფიციალურად რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი არ იყო, შეჭრის პირველ წელს ან დაახლოებით ამ პერიოდში ისინი თითქოს პუტინის მხარეს იდგნენ. სანამ ასე აღარ იყო. 2023 წლის ზაფხულში ვაგნერის ჯგუფმა ქალაქი როსტოვ-ნა-დონუ დაიკავა, რომელსაც რუსეთი ომის ერთ-ერთ მთავარ ბაზად იყენებდა დაახლოებით წელიწადნახევრით ადრე. პრიგოჟინმა ორგანიზება გაუწია იმას, რასაც მან სამართლიანობის მარში უწოდა, როცა ვაგნერის მებრძოლებმა როსტოვ-დონიდან მოსკოვისკენ დაიწყეს სვა. ეს მშვიდობიანი მარში არ ყოფილა. საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ცნობით, ვაგნერის ჯგუფმა რამდენიმე რუსული ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რის გამოც პუტინმა ეს ყველაფერი ღალატად შეაფასა. ამბოხება დასრულდა დაწყებიდან მეორე დღეს. პრიგოჟინის ჭარები მოსკოვიდან 200 კილომეტრში იყვნენ, როდესაც ვაგნერის ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი ბელარუსში გადაინაცვლებდნენ, რათა მოლაპარაკებები გაემართათ იმ ქვეყნის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. შეთანხმება შედგა და გადატრიალება თითქმის უხმაუროდ დასრულდა, რადგან რუსეთმა ვაგნერი კვლავ უკრაინასა და სხვა ადგილებში დაასაქმა. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის დიდხანს აღარ დარჩენილა. ყოფილი ვაგნერის ლიდერი ციხეში არ ჩაუსვა. ამის ნაცვლად მისი მსვლელობიდან 2 თვის შემდეგ პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა თავისი დაქირავებული ჯგუფის რამდენიმე მაღალი რანგის წევრთან ერთად. დროის დამთხოვა მხოლოდ შემთხვევითობას არ გავდა და დღემდე გავრცელებულია ხმები, რომ კრემლმა ორგანიზება გაუკეთა მკვლელობას, რათა შეეჩერებინა ეს თავდასხმა და ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდებინა სიტუაცია. ეხლა ლუნინის ვირუსული გზავნილი ვერ შეედრება სრულმასშტაბიან მსვლელობას, რომელშიც ათასობით კაცი მონაწილეობდა. მაგრამ არსებობს პარალელები ვაგნერის აჯანყებასა და ლუნინის გზავნილს შორის. ლუნინის შემთხვევაში ათასობით ადამიანმა თითქოს და გამოავლინა მტკიცებულებები იმ ძალადობის შესახებ, რომელიც ლუნინის თქმით რუსულ არმიაში ფართოდ არის გავრცელებული. არსებობს მტკიცებები, რომ იარაღი კრემლისკენ იქნება მიმართული და არსებობს აშკარა მოწოდება იარაღის ხელში აღებისკენ, რაც შეიძლება ვაგნერის 2-0-ის გაჩენას გამოიწვევს, თუ ამას არ შეაჩერებთ. და ისევ ხედავთ უკმაყოფილო მებრძოლს, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ომის რეალობა საკუთარ თავზე გამოსცადა და გადაწყვიტა წინააღმდეგობა გაეწია. ესეთი რამ პუტინის რუსეთში ახდები. და კრემლის პასუხი ამ ყველაფერზე ავლენს რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე ღრმა შიშებს, რომ მას საკუთარი ხალხი ძალაუფლებას წაართმევს. მაგრამ სანამ ამ პასუხზე გადავიდოდეთ, მოკლედ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ ყოველდღე ვაქვეყნებთ ასეთ ვიდეოებს, ასე რომ გამოიწერეთ არხი თუ ჩვენი არხიდან ახალ ინფორმაციას იღებთ. რუსეთის პასუხი ლუნინსა და ლუნინის მუქარებზე, როგორც ჩანს, ეტაპობრივად მოვიდა. თავდაპირველად კრემლი თითქოს უგულებელყოფდა ლუნინის ვიდეოს. პუტინის ერთ-ერთმა საყვარელმა რუპორმა, დმიტრი პესკოვმა, 26 ივნისს ვიდეოზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა. გვაცნობს, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ ჯერ არ ქონია შესაძლებლობა წავიკითხოთ. თუმცა პესკოვი ასევე ამტკიცებს, რომ ლუნინის სიტყვების შესახებ ცნობები მას საკმაოდ უცნაურად მოეჩვენა, მაგრამ ოფიციალურ პირებს ვიდეოს გაცნობა დასჭირდებათ, სანამ რაიმე დასკვნას გამოიტანენ. ასე რომ კრემლისგან თავშეკავებული პასუხი მივიღეთ, ალბათ იმიტომ, რომ პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდნენ, რამდენად დიდი გამოხმაურება მიიღო ვიდეომ. და ფრთხილობდნენ, რომ პირდაპირ ქმედებაზე არ გადასულიყვნენ. შემდეგი განახლება თავად ლუნინმა გააკეთა. შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა არა თავად პუტინთან. შეხვედრის მოწვევა კი ვიტალი ბოროდინისგან მოვიდა, რომელიც კრემლის მხარდამჭერი აქტივისტია და ჯგუფის ფედერალური პროექტი უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციისთვის ლიდერია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი ოფიციალურად კრემლთან დაკავშირებული არ არის, მას აქვს გამოცდილება საჯარო პირების წინააღმდეგ დასმენების შეტანის, როგორც პუტინის ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული მცდელობების ნაწილი რუსეთის ხელისუფლებაში. ვიტალი ბოროდინმა დამიკავშირდა. მათ მოსკოვში დამპატიჟეს, რათა ჩემი შეშფოთება და ყველა დაგროვილი პრობლემა გამეთქვა, განაცხადა ლუნინმა. ერთ მომენტში ჩანდა, რომ შეიძლებოდა გამჟღავნებულიყო ინფორმაცია, რომელიც ამბოხებამდე მიიყვანდა, მაგრამ კრემლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. 28 ივნისს დედაბლემ გავრცელა ინფორმაცია, რომ ლუნინს ის ბედი ეწია, რასაც ბევრი იფიქრებდა, როგორც კი ის ვირუსულად გავრცელდა. ის დააკავეს, როგორც ჩანს, 11 დღით. როგორც ამ ამბის ბევრ ნაწილში, ცნობები გარკვეულწილად დამაბნეველი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ლუნინის მეუღლემ ტატიანამ My Life-ის Telegram არხს უთხრა, რომ ლუნინი გეგმავდა მანქანით მოსკოვში წასვლას, ბოროდინის მოწვევის მიღების შემდეგ. ეს მზადებები 26 ივნისს დაიწყო, მაგრამ ლუნინს არასდროს მიეცა შანსი შორს წასულიყო. ხამით ადამიანები, რომლებიც პოლიციელებად წადგნენ, ვორონეჟის ოლქის სოფელ ლიზინოუკაში მივიდნენ და ლუნინს ეძებდნენ. ისინი მას მაშინ მიაგნეს, როცა ტატიანა სახლში შვილებს უვლიდა. ტატიანა ამტკიცებს, რომ ქვრისგან მიიღო ინფორმაცია და ამბობს, რომ ის ცოცხალია და კარგადაა. ასევე სთხოვა, რომ მის მდგომარეობასთან დაკავშირებით აღარ გავრცელდეს ვიდეოები ან ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, ასე რომ ლუნინი დაკავებუია. ლუნინმა მარტო თავის მანქანაში დაიწყო ვაგნერის მარშის საკუთარი ვერსია. გზაში იმ კაცთან შესახვედრად, რომელმაც განაცხადა, რომ ლუნის დაეხმარებოდა მის მიერ შეგროვებული ძალადობის მტკიცებულებების გასაჯაროებაში. ეს მახე იყო. კრემლმა ბოროდინის შეხვედრის დაპირება გამოიყენა, რომ ლუნინი ოჯახიდან მოშორებით გაეტყუებინა და დაეკავებინა. თუ კრემლმა იცოდა, რომ ბოროდინის საშუალებით ლუნინისთვის სიტყვის მიცემა და იმ შესაძლო ძალადობის გამჟღავნება, რასაც ლუნინი ამტკიცებდა, შეიძლებოდა გამხდარიყო აჯანყების კატალიზატორი, რასაც ყოფილი ჯარისკაცი ამბობდა, რომ პუტინს ელოდა თუ არაფერს გააკეთებდა. შეიძლება ეს არასდროს გავიგოთ. საინტერესო იქნება ნახოთ, გადაიქცეო თუ არა 11 დღიანი პატიმრობა
ბევრად დიდვადად. რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს იმ ადამიანების გაუჩინარებაში, ვინც პუტინს გადაიმტერებს. სავსებით შესაძლებელია ლუნინი მალე აღმოჩნდეს ღია ფანჯრის არასწორ მხარეს, როგორც ეს ბევრ მათგანს დაემართა, ვინც ოდნავ მაინც მიანიშნა, რომ პუტინი შეიძლება ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინა. ამ არეულ და ქაოტურ ისტორიაში ორი რამ არის ნათელი. პირველი, პუტინი დამცირდა თავისი ხოცი-ყოფილი ჯარისკაცის მიერ, რომელმაც აჯანყებისკენ მოწოდება გააკეთა და ეს მილიონობით ადამიანმა ნახა. და მეორე, თუნდაც იმ ჩვენებების გარეშე, რომლებიც ლუნინი ცდილობდა მოსკოვში ჩამოეტანა, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ავლენს რუსულ არმიაში სამსახურის საშინელებასობას. ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული რუსეთის სამხედრო ძალებში და მისი პოვნა შორს ძებნას წარსაჭნას არ საჭიროებს. თუნდაც იმ ჩვენებების გარეშე, რომელთა ქონასაც ლუნინი ამტკიცებს. როგორც აღნიშნავს რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება, არსებობს მრავალი წარსული ანგარიში რუსი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც დასჯის მიზნით ორმოებში ხავდათ გამოკეტილი. სარდაფებში და სხვა დროებით საკნებში თუ ისინი უარს იტყოდნენ ომის წინა ხაზზე თვითმკვლელურ შეტევებში მონაწილეობაზე. ასევე არსებობს ანგარიშები, რომლებიც ადასტურებს ლუნინის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მეთაურები ჯარისკაცებს ქრთამს თხოვდნენ იმის სანაცვლოდ, რომ ყველაზე სახიფათო შეტევებზე არ გაეგზავნათ ისინი. ზოგი გაწეული უწყება, რომ მეთაურებს თითქმის $13,000-მდე უხდიდა, რათა უკრაინაში ბრძოლას ასცდენოდა. რუსული არმიის საწვრთნელ ბაზებზე სადიზმის კულტურაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯარისკაცი სხვებისგან განსხვავებულად გამოიკვეთება. ყოფილი ჯარისკაცი არტიომ ბიკო რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ის რუსეთის 273 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა და როგორც კი გაირკვა, რომ ბისექსუალი იყო, წვრთნები მისთვის ჯოჯოხეთად იქცა. სასტიკად მჩაგრავდნენ. 5 ტყვია გაუმტარი ჟილეტი ჩამაცვეს. სიარული ძალიან მიჭირდა. გული ამერია. გონება დაუკარგე. წავიქეცი. გაზის ნიღაბი ჩამაცვეს. მაიძულებდნენ მერბინა, მეხოხა და ასე შემდეგ. ეს ჯოჯოხეთად მეჩვენებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, ამბობს ბიკოვი. ამატებს, რომ ჯარისკაცების ჯოხებით ცემა, ხელებზე ჩაქუჩებით დათმა, ან ბატარეაზე ხელბორკილებით მიბმა ჩვეულებრივი ამბავი იყო, რასაც ის თავად შეესწრო. სხვები ნაკლებად გულახდილები არიან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ და ანონიმურად რჩებიან, როცა თავიანთ ისტორიორებს ხვებიან. იანვრის ერთ-ერთ სტატიაში TVP World-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლში გაგზავნილი 1000-ობით ოფიციალური საჩივარი რუსეთის მთავრობამ შემთხვევით ინტერნეტში გამოაქვეყნა. და ისინი ემთხვეოდა ბევრ იმ საკითხს, რასაც ბეკოვი ამტკიცებს და რასაც ლუნინი ამბობს, რომ პუტინისთვის უნდა დაეჩვენებინა. რუსეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენისადმი გაგზავნილი 6000-ზე მეტი საჩივრის სია, რომლებიც 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე იქნა მიღებული. საუბრობდნენ ოჯახებზე, რომლებიც ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების სიცოცხლის შიში ცხოვრობდნენ. ჯარისკაცებს სჭიდნენ თვითმკვლელურ მისიებზე უარის თქმისთვის. მათ უკრაინის ტერიტორიაზე აგზავნიდნენ რუსული დროშებით ხელში, რაც მათ სამიზნეებად აქცევდა. და თუნდაც ინვალიდის ეტლში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ფრონტის ხაზზე აგზავნიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი უკრაინული საბრძოლო მასალა დაეხარჯათ. ეს კონკრეტული ანგარიში ისტორიას საინტერესო დეტალს უმატებს. ლუნინმა განაცხადა, რომ აჯანყება ახლოვდებოდა და სურდა პუტინისთვის ეჩვენებინა ძალადობის მტკიცებულებები, რათა რუსეთის ლიდერს რაიმე გაეკეთებინა ამის დაწყებამდე. თუმცა იანვრის ეს ანგარიში აჩვენებს, რომ კრემლი ძალადობის შესახებ უამრავ ანგარიშს იღებდა. 1000-ობით ანგარიშ რამდენიმე თვეში და სავარაუდოდ კიდევ ბევრ ათასს. რას გვჩვენებს ეს? პუტინმა უკვე იცის, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ძალადობრივია. უბრალოდ ეს არ აინტერესებს. ყველა ასეთი ისტორია ჩვეულებრივი ამბავია იმ სამხედრო ძალისთვის, რომელმაც იმდენადვე დააფუძნა თავისი ჯარისკაცების ფრონტზე გაგზავნა სისასტიკესა და სადიზმზე, რამდენადაც პუტინის უკრაინის დაპყრობის ხედოსთან რაიმე თანხვედრაზე. გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევის წლების ცენტრმა 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო კულტურას ახასიათებს ტანჯვისა და ძალადობისადმი მაღალი ტოლერანტობა. და ეს თვისება არსებობდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე უკრაინის ომი დაიწყებოდა. იდეა როგორც ჩანს ისაა, რომ სისასტიკის ჩადენისთვის ჯარისკაცებმა თავად უნდა გამოსცადონ ეს ქმედებები. მათ თავადაც უნდა გამოსცადონ ძალადობა. მათ უნდა უყურონ, როგორც ჯიან და აწამებენ თანამებრძოლებს, რომლებიც ბრძანებებს არ ემორჩილებიან, ან რაიმე სხვა საკეთებენ, რაც არ შეესაბამება მათი მეთაურების მითითებებს. ლუნინი არ აპირებდა პუტინისთვის რაიმე გაუმაშკარავებელი ინფორმაციის მიწოდებას. ის უბრალოდ აპირებდა რუსეთის ლიდერისთვის ეთქვა, რომ მისი არმია ზუსტად ისე მუშაობს, როგორც იყო დაგეგმილი. თუ არც ერთი ის რამ, რომის ჩვენებაც ლუნინს, მისი თქმით, პუტინისთვის სურდა, არ არის სიახლე რუსეთის ლიდერისთვის, მაშინ რატო აქვს ამას საერთოდ მნიშვნელობა? ამ კითხვაზე მარტივი პასუხია, რომ ლუნინის ვიდეომ ეს ძალადობები საჯაროდ გახადა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შესაძლოა რუსეთში ამის შესახებ არასდროს გაეგოთ. და ეს აჩვენებს, რომ არიან ჯარისკაცები, რომლებსაც ეს ყველაფერი უკვე ხელში აქვთ ამოსული და მზად არიან ომი დაასრულონ. შესაძლოა აჯანყება მართლაც ახლოვდება, რადგან ომისგან გადაღლილობა ლუნინის მსგავს ადამიანებს აიძულებს სასოწარკვეთილი ნაბიჯები გადადგან და საკუთარი თავის აფრთხეში ჩააგდონ. და თუ ლუნინის განცხადებები, რომ მასზე თავდაცვის სამინისტროსა და საიდუმლო სამსახურის მაღალჩინოსნები ახდენდნენ გავლენას, სიმართლეს შეესაბამება, მაშინ შესაძლოა პუტინთან ყველაზე ახლოს მყოფებიც კი მსგავს გადაღლილობას განიცდიდნენ. ისინი გამოსავალს ეძებენ. შესაძლოა პუტინის გადაყენება ერთადერთი გამოსავალია. რუსეთის არმია გამოფიტულია. რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება იტყობინება, რომ რუსეთის ელიტაში სულ უფრო იზრდება საჯარო დებატები ომის შეწყვეტის შესახებ.
დაძაბულობა იზრდება. ვლადიმერ პუტინს უკვე უწევს რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებთან გამკლავება, რომლებიც ეუბნებიან, რომ 1917 წლის რევოლუციის მსგავსი რამ ახლოვდება. ეს იყო ის გზავნილი, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა ვლადიმერ პუტინს აპრილში გაუგზავნა, როდესაც გააფრთხილა, რომ პუტინის ომის სამხედრო და ეკონომიკური შედეგები შესაძლოა პუტინის დასასრულის მიზეზი გახდეს. რუსეთის ლიდერისთვის ლუნინის სიტყვები უბრალოდ ზღვარზე მისული ადამიანის ბოდო არ იყო. ეს სიტყვები იყო გამოძახილი, უფრო დახვეწილი, მაგრამ არანაკლებ საშიში განცხადებებისა, რომლებიც რუსეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანებისგან მოდის. მიტაზე რუსეთი უკრაინაში ძალიან მცირე პროგრესს აღწევს, ხოლო თავად რუსეთში სულ უფრო მეტი დრონი აღწევს პუტინის ტერიტორიაზე, ზოგი კი მოსკოვამდეაც კი მიდის. თვითონ პუტინსაც კი მოუწია ეღიარებინა, რომ საწვავის დეფიციტი უკრაინის თავდასხმებმა რუსეთის ნავთობ ინფრასტრუქტურაზე გამოიწვია. ასე რომ ლუნინს შეიძლება თავად აჩაუტარებია ვაგნერის მეორე ვერსიის მსგავსი გადატრიალება. მაგრამ მან აჯანყების შესახებ გააფრთხილა და აშკარაა, რომ პუტინისა და მისი ომის მიმართ დამოკიდებულება რუსეთში იცვლება. ყოფილი ჯარისკაცისთვის ასე საჯაროდ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება და მილიონებს გაუმხილოს ის ძალადობა, რაც არმიაში ხდება, უკვე საკმაოდ ცუდია. თუ ამას დავუმატებთ ელიტებს შორის განხეთქილებას და უკვე უდაო მტკიცებულებებს რუსეთის წარუმატებლობის შესახებ ფრონტზე და უკრაინის თავდასხმების შესახებ რუსეთისში, რუსეთი მითეს პუტინისთვის პოტენციური კატასტროფა. შესაძლოა რაღაც დიდი მართლაც დაატყდეს პუტინს თავს. ეხლა მთავარი კითხვა ისაა, პუტინი ხმაურით წავა სამხედრო აჯანყების შედეგად თუ ჩუმად, როცა კულისებში მოქმედი ადამიანები ცდილობენ მის ჩამოშორებას ხელისუფლებით. ორივე შედეგი უკრაინისთვის მისაღებია და პუტინი ნამდვილად აძლევს თავის მტრებს საკმარის საშუალებას, რომ თავადო ჩამოიშორონ იგი. 10 წლეულების განმავლობაში თითქმის ყველანი თანხმდებოდნენ, რომ ფული იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი სამხედრო სამყაროში. კარგად დაფინანსებულ არმიას ყოველთვის ექნებოდა უპირატესობა იმათთან შედარებით, ვისაც ნაკლები თანხა აქვს დასახარჯი. ქვეყნები, რომლებსაც ფული უხვად აქვთ, ყოველთვის უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე ისინი, ვისაც შეზღუდული თავდაცვის ბიუჯეტი აქვთ. და ყველაზე ძვირად ღირებული რესურსები ყოველთვის დაჯაბნიან იაპტა მარტივ ალტერნატივებს. 2022 წლიდან უკრაინამ ყველა ეს წესი თავიდან დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომს უფრო მცირე ძალებით, ნაკლები რესურსებით და ბევრად ნაკლები ფულით ებრძვის, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე, მან მუდმივად შეუძლებელს მიაღწია. მან ჭკუითა და მანევრირებით აჯობა რუსეთს და ის, რაც შეიძლება სწრაფი კონფლიქტი ყოფილიყო, და კიევის ძალებმა სამხედრო ხარჯების ეფექტურობის ნამდვილი მასტერკლასი აჩვენეს. მათ $500 რესურსი გამოიყენეს მრავალ მილიონ დოლარიანი თვითმფრინავის გასანადგურებლად. მათ გზავნილი გააგზავნეს, რომელიც ემუქრება დაანგრიოს ის საფუძვლები, რაზეც რუსეთის მთელი საომარი მანქანა აშენდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთ ისტორიას ვისმენთ. უკრაინამ მოიპოვა საოცარი რეპუტაცია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სამხედრო ძალის შემქმნელმა მსოფლიოში. ის არაერთხელ იყენებს შედარებით ხელმისაწვდომ ტექნიკას, რათა დაარღვიოს, დააზიანოს და გაანადგუროს რუსული რესურსები, რომლებიც შედარებით უზარმაზარ ქონებად ფასობს. მან არაერთხელ გამოიყენა იაფი დრონები მტრის გერის გემების, თვითმფრინავების, ჯავშან ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის დასაბომად. და უკრაინამ ეს კიდევ ერთხელ მოახერხა, რაც კიდევ ერთ სრულიად დამამცირებელ მარცხს ნიშნავს რუსეთის სარდლებისთვის, რომლებსაც კიდევ ერთხელ მოუწევთ ჭრილობების მოშუშება და ამაზე ფიქრი. ინციდენტი მოხდა 15 ივლისის დილით, ვიაზოვას მახლობლად, რუსეთის ბელგოროდის ოლქში. ის გაახორციელდა უკრაინის 427 ცალკეული უპილოტო სისტემების ბრიგადის მიერ, რომელსაც კოდური სახელწოდება რაროგი აქვს, როგორც დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ ბროვდიმ, უფრო ხშირად ცნობილია გამოძახების ნიშნით მაჯარი. მაჯარი ბოლო წლებში უკრაინის დრონული ოპერაციების სახედ იქცა და ხშირად ერთ-ერთ პირველია ის ქვეყნია, ვინც ქვეყნის უთვალავი უპილოტო აპარატის დარტყმის დეტალებს ავრცელებს. შეტევიდან რამდენიმე საათში მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ზუსტად ჩანს რა მოხდა. მოკლე ვიდეოში ჩანს, როგორ მიფრინავს რუსული ვერტმფრენი მინდვრებზე, როცა უკრაინული დრონი უკნიდან უახლოვდება მას. დრონი რამდენიმე წამით ვერტმფრენს გვერდით მიფრინავს. შემდეგ კი მაღლა ადის და ზემოდან ეჯახება მას. პირდაპირ პროპელერებში ეჯახება. ეს უბრალოდ ვერტმფრენი არ იყო. ეს იყო მილ-28. ძიმე წონის, ყველა ამინდისთვის განკუთვნილი, დღეღამის, ჯავშან ტექნიკის საწინააღმდეგო სამხედრო საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის. ის პირველად 1980-იანი წლებების დასაწყისში დამზადდა, მაგრამ ოფიციალურად სამხედრო სამსახურში მხოლოდ 2009 წელს შევიდა. რადგან ამას ხელი შეუწყო სხვადასხვა ფაქტორებმა და დაგვიანებებმა, რომლებიც სამხედრო კონტრაქტების კონკურენციასა და საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ კოლაფსს უკავშირდებოდა. მაგრამ ნუ მოგატყუებთ. მილ-28 ხანგრძლივი განვითარების პროცესი. ეს არის სერიოზული სამხედრო ტექნიკა. მისი სიგრძე აღემატება 55 ფუტს, ანუ 17 მეტრს. სიმაღლეა 12.5 ფუტი, ანუ 3.8 მეტრი. ხოლო ფრთების შლილი 16 ფუტი, ანუ 4.88 მეტრი. მისი მაქსიმალური აფრემის წონა 11500 კილოგრამია, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე 25,000 ფუნტი.
და შეუძლია გადაიტანოს 1720 litrამდე საწვავი, ან 450 ამერიკული გალონის საწვავი შიგნით, პლუს დამატებით 561 ლიტრი. ანუ 151 გალონი ჩამოსაშლე ლავზებში. მას ამოძრავებს 2194 ცხენისძალიანი Climo VK2500 ტურბოშაფტიანი ძრავა. შეუძლია მიაღწიოს შთამბეჭდავ საკრუიზო სიჩქარეს 270 კმ/სთ-ში, ანუ 170 მილი/სთ-ში და მაქსიმალურ სიჩქარეს დაახლოებით 320 კმ/სთ-ში, ანუ 200 მილი/სთ-ში, საჭიროების შემთხვევაში 435 კმ-მდე, ანუ 270 მილამდე. ფრემის მანძილით და 2 საათის განძლეობით მილმი 28 შექმნილია საბრძოლო მისიებისთვის და მას აქვს საკმარისზე მეტი ცეცხლის ძალა, რომ საფრთხე შეუქმნას მის გზაზე არსებულ ნებისმიერ ობიექტს. მას აქვს ნიკაპზე დამონტაჟებული NPPU 28-ის კოშკურა, 30 მმ-იანი ავტომატური შიპუნოვის 2A52 ავტომატური ქვემეხით, რომელიც წუთში 200-დან 800-მდე ვაზნას ისვრის. ეფექტური სიშორე მიწის ტექნიკისთვის არის 1500 მეტრი, ანუ 4900 ფუტი, ხოლო საჰაერო სამიზნეებისთვის 2500 მეტრი, ანუ 8200 ფუტი. ქვემეხს ასევე შეუძლია სხვადასხვა ტიპის ვაზნების სროლა, მათ შორის ჯავშანგამტანი, საბოს ტიპის და ფუგასურ ცეცხლგამჩენი ვაზნები. ამასთან ერთად Mi-28 აღჭურვილია მაქსიმუმ 16 ზებგერითი ატაკავ რაკეტით. სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თავებით, მათ შორის მაღალფეთქებადი ტანკსაწინააღმდეგო, თერმობარული ვარიანტები და გაფართოებადი ღეროს საბრძოლო თავები. ეს ვარიანტები Mi-28 საშუალებას აძლევს შეუტიოს ყველაფერს. ძირითადი საბრძოლო ტანკებიდან, რომლებიც აღჭურვილია აფეთქებითი რეაქტიული ჯავშნით, ქვეითებზე, შენობებზე, ბუნკერებზე და სხვა ვერტმფრენებზე. Mi-28 ასევე შეიძლება დაუმონტაჟდეს დამატებითი შეიარაღების ფართო სპექტრი, მათ შორის ჰაერი და ჰაერი მიწა რაკეტები, ასევე საჰაერო ბომბები, რაც მას რუსეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ რესურსად აქცევს. და რუსეთი რეგულარულად იყენებს ამ კონკრეტულ ვერტმფრენს უკრაინასთან ომის განმავლობაში. კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე, 2023 წელს, მრავალი ანგარიში ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ Mi-28 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები წინა ხაზზე იყო განლაგებული ახალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით აღჭურვილი, რომლებიც სპეციალურად უკრაინის სწრაფად მზარდი ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ იყო შექმნილი. ისინი სხვა მოდელებთან, მაგალითად K-52-თან ერთად მოქმედებდნენ. Mi-28 ეფექტიანობა დაამტკიცა უკრაინის ძირითადი საბრძოლო ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და გამაგრებული პოზიციების დაზიანებასა და განადგურებაში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები ამ კონკრეტულ ვერტმფრენს დრონებზე სანადიროდ იყენებენ. ზოგიერთი ეკიპაჟი შენიშნეს, როგორ მისდევდნენ და აგდებდნენ უკრაინულ სადაზვერვო და ერთქვრივ დამთმელ დრონებს, თუმცა შეზღუდული წარმატებით. მოკლედ რომ ვთქვათ, Mi-28 პრეს ერთ-ერთ საუკეთესო საიერიშო ვერტმფრენად ითვლება მსოფლიოში. თითოეული მათგანი კრემლის ძალებისთვის ფასეული რესურსია. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ახვდებიან სათაურებში დრონებისა და რაკეტების მსგავსად, ამ კონფლიქტში ისინი გადამტვერთ როლს ასრულებენ. და სწორედ ამიტომ არის ესეთი მნიშვნელოვანი, როცა უკრაინას შეუძლია დააზიანოს ან გაანადგუროს ამ ვერტმფრენებიდან რომელიმე. ღია წყაროების სადაზვერვო ჯგუფის Oryx-ის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა ომის განმავლობაში ეს წარმატება მინიმუმ 20 ჯერ მიაღწიეს. გადასტურებულია, რომ 20-ვე Mi-28 ან სერიოზულად დაზიანდა, ან მთლიანად განადგურდა. თუმცა რეალური რიცხვი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად უფრო მაღალია. რადგან არის შემთხვევები, როდესაც რუსული ტექნიკა სრულად ნადგურდება, მაგრამ მათი განადგურების დასადასტურებელი მკაფიო მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა ამ შემთხვევაში მტკიცებულება ნათლად ჩანს ვიდეოში. როგორც ხედავთ, დრონი მიზანს უახლოვდება, სულ რამდენიმე მილიმეტრით დაშორებული ვერტმფრენის პროპელერის ფრთებიდან, სანამ ეკრანი შავდება. მაგრამ ამბის ყველაზე გასაოცარი ნაწილი ის არის, თუ რა ტიპის დრონი გამოიყენა უკრაინამ სინამდვილეში. რამდენიმე საინფორმაციო წყაროსა და უკრაინული დრონების მწარმოებელი კომპანია Skyfall-ის პრეს-რელიზის მიხედვით, საუბარი იყო არა სხვა დრონზე, არამედ სწორედ Skyfall-ის Shrike AT FPV დრონზე. Shrike არის საოცრად ეფექტური და გასაოცრად იაფიტრაქტი ტაქტიკული დარტყმის დრონი. მას აქვს 10 დუიმიანი ჩარჩო და შეუძლია ტვითის გადატანა, რომლის წონა აღწევს 3 კილოგრამს, ანუ 6.6 ფუნტს. ის ეკუთვნის Shrike-ის დრონების ფართო ოჯახს, რომლებიც ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ დრონებად ითვლებიან რუსეთ-უკრაინის ომში. მათ აქვთ ფრენის მანძილი 30 კმ-მდე, ანუ 18.6 მილამდე და მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ში, ანუ 75 მილი/სთ-ში. მაქსიმალური სიმაღლე დაახლოებით 800 მეტრი, ანუ 2600 ფუტი და საერთო ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთამდე. მაგრამ უდავოდ, Shrike AT-ის ყველაზე შთამბეჭდავი მხარე მისი ფასია. ეს დრონები ერთეულზე დაახლოებით $500 ღირს. სინამდვილეში ზოგ შემთხვევაში მათი დამზადება კიდევ უფრო იაფად, დაახლოებით $400-დან შეიძლება. წარმოების თქმით, Shrike-ის იაფი წარმოების ხარჯების წყალობით უკრაინას შეუძლია მარტივად დაამზადოს და გამოიყენოს ათასობით ასეთი დრონი, ისე რომ არ ინერვიულოს პროცესში დიდი თანხის დახარჯვაზე. და როგორც ეს ამბავი აჩვენებს, ეს დრონები შეიძლება იაფი იყოს, მაგრამ ისინი სრულად შეძლებენ გაცილებით დიდი და მნიშვნელოვნად უფრო ძვირადღირებლის ამის განადგურება. მაგალითად,
Mi-28-ის ღირებულება ერთეულზე დაახლოებით ერთეულ 15-დან 19 მილიონ დოლარამდეა შეფასებული. $500 დრონი 19 მილიონ დოლარიან ვერტმფრენთან და გამარჯვებას დრონი იღებს. ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისით ამას თითქმის ვერაფერი შეედრება. და ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთი რამ მოხდა. თითქმის ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა 2025 წლის სექტემბერში. შემდეგ კი კიდევ ერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელმა დრონის პილოტებმა წარმატებით დააზიანეს და გაანადგურეს რუსული ვერტმფრენი უბრალო FPV დრონით. კიდევ ერთხელ ეს იყო უპილოტო სისტემების წაზალების მეთაური მაჯარი, რომელმაც ეს ამბავი ონლაინ გაავრცელა და ტელეგრამზე დაწერა. Mi-8 ვერტმფრენი გაანადგურეს უპილოტო სისტემების ძალების 59 ბრიგადის პილოტებმა FPV დრონით. მაჯარმა ასევე გააზიარა თავდასხმის ვიდეო, 30 წამიანი კლიპი, რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ ეჯახება დრონის აფრენ აპარატს, რაც იწვევს მყისიერ აფეთქებას, ვერტმფრენი ცეცხლში ეხვევა და სქელი კვამის ღრუბელში ეშვება მიწაზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული თვითმფრინავი სინამდვილეში იყო Mi-8 სატრანსპორტო ვერტმფრენი და არა Mi-28. თუმცა მისი ღირებულება მაინც $10 მილიონ მეტი იყო. და კიდევ ერთხელ, უკრაინის დრონების ეკიპაჟებმა გამოიყენეს $500 FPV დრონი. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ეს იყო შრაიკათი. ამ შედეგის მისაღწევად. სანამ განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის, სამხედრო შოუ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. ეს ამბავი მხოლოდ ერთ დრონსა და ერთ ვერტმფრენზე არ არის. ეს მთელი ომის მიკროკოსმოსია. ეს სიმბოლოა იმისა, რადაც ეს კონფლიქტი გადაიქცა და იმ ღრმა განხეთქილებისა, რაც ორივე მხრივ მხარის სტრატეგიებსა და დოქტრინებს შორის არსებობს. წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაშიც კი რუსეთის სამხედრო ძალა ხარჯებზე იყო გადართული. საბჭოთა კავშირის დროიდან დაწყებული ვლადიმირ პუტინის 21 საუკუნის რეჟიმამდე ქვეყანა მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას უზარმაზარი თანხების დახარჯვაზე მსოფლიო დონის ინოვაციებში. სამხედრო გამოფენებსა და წითელი მოედნის აღოუმებზე კვლავ და კვლავ. პუტინის არმია არაერთხელ აჩვენებდა თავის უახლეს მრავალმილიონიან პროექტებს. გიგანტური საბრძოლო ტანკებიდან დაწყებული, უზარმაზარი რაკეტებით დამთავრებული, რომლებიც უფრო სწრაფად და შორს დაფრინავენ, ვიდრე მათი წინამორბედები. ეს არის მთავარი გზა, რომლითაც რუსეთი თაობების განმავლობაში ძალას აჩვენებდა. მან დახარჯა მეტი და ააშენა უფრო დიდი, ვიდრე თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანას დედამიწაზე, რათა შეეშინებინა ისინი, ვინც შეიძლება მის წინააღმდეგ დამდგარიყო. და წლების განმავლობაში ეს სტრატეგია თითქოს მუშაობდა. მაშინაც კი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალებსაც კი გასაგებია ეშინოდათ კრემლის გაღიზიანების და დიდი რუსული საომარი მანქანის რისხვის საკუთარ თავზე გამოცდის. და როცა ვლადიმირ პუტინმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა, მსოფლიომ ლოგიკურად ივარაუდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ქვეყანას გადაუვლიდა და გაანადგურებდა ნებისმიერ წინააღმდეგობას, რომელსაც კიევი შეძლებდა გაწევას. რა თქმა უნდა, როგორც ახლა ვიცით, ასე არ მოხდა. რადგან უკრაინამ სრულიად განსხვავებული სტრატეგიით იმოქმედა. ის არ დაეყრდნო ყველაზე დიდ ტანკებსა და საუკეთესო რაკეტებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი მოკავშირეების ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა, უკრაინას არ ჰქონდა საკმარისი სახსრები, რომ რუსეთის მუდმივად მზარდ სამხედრო ბიუჯეტს შეფარდებოდა. ამიტომ მას თავის დასაცავად ბევრად იაფი გზების პოვნა მოუწია. მას ისეთი რამ უნდა გაეკეთებინა, რაც შეუძლებლად ჩანდა. მსოფლიოს მეორე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. მისი ბიუჯეტის მცირე ნაწილით გაენეიტრალებინა და შეეკავებინა. მას უნდა გაერკვია, როგორ შეეჩერებინა $1,000,000 რაკეტები 10,000 დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვით. როგორ შეეჩერებინა უზარმაზარი დრონების ჯგუფები, მაშინ როცა მას არ ჰქონდა უზარმაზარი ჩამჭერი იარაღის მარაგები. როგორ გაენადგურებინა ფართო მექანიზებული შეტევის ჯგუფები, შედარებით მარტივი ნაღმებითა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით. ქვეყნების უმრავლესობისთვის ეს გამოწვევა ძალიან დიდი იქნებოდა. ბევრი ქვეყანა პირველივე ბარიერთან დამარცხებოდა და ვერ შეაჩერებდა დაუღალავ რუსულ წინსვლას, მაგრამ არა უკრაინა. უკრაინამ გაბედა და ირწმუნა შეუძლებელი და გამძლეობით, მიზანდასახულობითა და დაუღალავი შრომით შეუძლებელი შესაძლებელი გახადა. ეხლა კი ის იმკის ამ ყველაფრის შედეგებს. რადგან Mi-28 ვერტმფრენზე ბოლო თავდასხმა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია ასობით სხვა შემთხვევით. კვირიდან კვირამდე ახალი ცნობები ჩნდება იმის შესახებ, რომ უკრაინული დრონები ანადგურებენ ბევრად უფრო დიდ და ძვირადღირებულ რუსულ ტექნიკას. ეს ყოველთვის არ არის $500 უპილოტო აპარატების მიერ $90 მილიონი ღირებულების თვითმფრინავების განადგურების შემთხვევა. ხანდახან ეს არის $5,000 დრონები, რომლებიც ანადგურებენ $1,000,000 ღირებულების რადარებს. ან $25,000 ბაბა-იაგა ბომბდამშენი დრონები, რომლებიც დაახლოებით 12 მტრის ჯარისკაცს კლავენ. ან ათეულობით დრონისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებენ, რაც კმლს აურაცხელ ფინანსურ ზარალს აყენებს. ციფრები განსხვავდება, მაგრამ თითქმის ყოველთვის უკრაინის სასარგებლოდ არის. მაგალითად, 15 ივლისს მაჯიარმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ტელეგრამზე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის დრონების დანაყოფებმა წარმატებით დაარწეს არანაკლებ 20 რუსულ ხომალდს, რომლებიც აზოვის ზღვაში გადაადგილდებოდნენ. ეს ხომალდები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის და მოსკოვი მათ ფინანსური სანქციების ასარიდებლად ნავთობისა და სხვა რესურსების მსოფლიოში გასატანად იყენებს, შეიცავდა 17 ნავთობის ტანკერს, 2 თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერსა და 1 ბუქსირს.
მაგიერი მასევე გააზიარა ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, როგორ ხვდება დრონები ხომალდებს და კლიპების ნაკრები, სადაც FPV დრონები მრონები მიზნებზე მიემართებიან. მან არ მიუთითა, რომელი ტიპის დრონები გამოიყენეს. დღესდღეობით უკრაინას იმდენად მრავალფეროვანი არსენალი აქვს, რომ რთულია ზუსტად იცოდე, რომელი დანაყოფები გამოიყენება კონკრეტულ დარტყმებში. მაგრამ ბევრი მათგანის წარმოება მხოლოდ რამდენიმე ათას, ან ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებს ჩდება და ისინი მუდმივად გამოიყენება ბევრად უფრო ძვირადღირებულ სამიზნეებზე. რაც უფრო ხშირად ხდება ასეთი დარტყმები, მით უფრო უარესდება მდგომარეობა რუსეთისთვის, რადგან უკრაინა მარტივ და იაპ ტექნიკას იყენებს მილიარდობით დოლარის ზარალის მისაღებად. კრემლისთვის ეს მდგომარეობა არამდგრადია და სწორედ ეს არის მთავარი. ბოლო 1 წლის განმავლობაში უკრაინამ ნათლად გააცნობიერა, რომ ეს ომი ფრონტის ხაზზე არ მოიგება. ომი არ მოიგება იმით, რომ რუსეთს პირდაპირ შეეჯახოს და უბრალოდ რაც შეიძლება მეტი ტანკი და ჯარისკაცი გაანადგუროს, რადგან კრემლს ყოველთვის მეტი ცოცხალი ძალა და რესურსი აქვს რეზერვში, რომლებიც მზად არიან ჩაანაცვლონ ისინი, ვინც უკვე განადგურებულია. ამის ნაცვლად ამ ომის ბედი ფინანსურ სფეროში გადაწყდება. თუ უკრაინა შეძლებს, რომ კონფლიქტი რუსეთისთვის რაც შეიძლება ძვირი გახადოს, კრემლს საბოლოოდ შეიძლება თითქმის არ დარჩეს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გაიყვანოს თავისი ძალები და დაიწყოს მოლაპარაკება სამშვიდობო შეთანხმებაზე. და ამის გაკეთების ყველაზე ეფექტური გზა ძვირადღირებული რაკეტებით ან ჯავშან ტექნიკით კი არა, დრონებით არის შესაძლებელი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლახან გამოაცხადა თავისი განზრახვა, გააორმაგოს უკრაინის დრონების წარმოების შესაძლებლობა მომდევნო 12 თვეში. უკრაინული სახელმწიფოებრიობის დღის ბოლო აღნიშვნისას კიევში ზელენსკიმ აღიარა, რომ თვითონაც კი გაკვირვებული დარჩა თუ როგორ სწრაფად შეძლო მისმა ქვეყნის თავდაცვის სექტორმა წარმოების მასშტაბების გაზრდა. მახსოვს, როცა პირველად საჯაროდ გამოაცხადეს სახელმწიფოს გეგმა წელიწადში 1 მილიონი დრონის წარმოებაზე, იყო ბევრი სკეპტიციზმი როგორც უკრაინაში, ისე უცხოეთში. ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ. 10 მილიონს. და მალე ეს იქნება 20 მილიონი. ეს ციფრი ასევე დაასახელა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა სლავ ბანიკმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას განუცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას უკვე აქვს პოტენციალი წელიწადში 20 მილიონი დრონის წარმოებისთვის, თუ ის მიიღებს საკმარის დაფინანსებას და მხარდაჭერას თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან. ბანიკმა დაამატა, რომ თავდაცვის სექტორს ასევე შეუძლია ათასობით რაკეტის წარმოება, როგორც შორმანძილზე დათმობისთვის, ასევე სააერო თავდაცვის ოპერაციებისთვის. და მოუწოდა მოკავშირეებს გააგრძელონ ინვესტირება ქვეყანაში, რათა დაეხმარონ მას თავისი ამბიციების მიღწევაში. ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა ეს მოწოდება. მაგალითად, გერმანიამ ახლახან გამოაცხადა 90 მილიონი ევროს, ანუ 103 მილიონი დოლარის დაფინანსების პაკეტი, სპეციალურად უკრაინის დასახმარებლად. შეიძინოს კიდევ უფრო მეტი, სწორედ იმავე Skyfall-ის დარტყმითი დრონები, რომლებმაც 2025 წლის სექტემბერში M8 ვერთუმფრენი გაანადგურეს და სულ რამდენიმე დღის წინ M28-ს. ეს პაკეტი მოიცავს 50,000 ასეთი FPV საბრძოლო დრონის ღირებულებას. ნამდვილი უპილოტო არმია, რომელიც მზადაა და ელოდება, რომ ჯოჯოხეთი დაატეხოს რუსულ სამიზნეებს, თითოეულს შეუძლია გაანადგუროს ვერთმფრენები, ჯავშან ტექნიკა, საარტილერიო სისტემები, გამაგრებული ობიექტები და მტრის ცოცხალი ძალა. და კარგი ამბები ამ დარტყმასთან დაკავშირებით აქ ანთავდება. ამ წლის მარტში Skyfall-მა ყურადღება მიიპყრო, როდესაც მისმა Strike at Pochkoanma დრონმა პირველი ადგილი დაიკავა ASHS-ის არმიის დრონების დომინირების კონკურსში. მან თითქმის იდეალური შედეგი აჩვენა: 99.3 ქულა 100 შესაძლებელიდან. ტესტი ჩატარდა Fort Benning-ში, ASHS-ის ჯორჯიის შტატში, სადაც ASHS-ის არმიის წარმომადგენლები აფასებდნენ თითოეული სისტემის ხარისხს და მუშაობას სიმულირებულ საბრძოლო პირობებში. ასე რომ შაიკი არა მხოლოდ წარმოუდგენლად ხელმისაწვდომია, არამედ ის ერთ-ერთი საუკეთესო მრავალმხრივი სამხედრო დრონია, რაც დღეს არსებობს, და მან ASHS-ის სამხედროების მოწონებაც დაიმსახურა. და ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ყველაფრისა, რაც სწრაფად გახდა პლანეტის საუკეთესო დრონების არმია. არმია, რომელიც მოიცავს ისეთ აღიარებულ ინოვაციებს, როგორიცაა ლუხჩის გრძელდისტანციური დარტყმის დრონი, Wild Hornets-ის Sting ინტერსეპტორი, Baba Yaga-ს ბომბდამშენები Firepoint FP1 და ასევე უპილოტო ზედაპირული დრონები საზღვაო სამიზნეებზე დარტყმისთვის, როგორიცაა მაგიერა V5 და V7. ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ზომით, სიჩქარით, დიზაინითა და შესაძლებლობებით, მაგრამ ყველა ფასთან შედარებით საოცარ ღირებულებას იძლევა და ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რადგან სწორედ ამ დრონების იაფი ფასი აძლევს უკრაინას საშუალებას ასე მარტივად აწარმოოს ისინი და უზრუნველყოს, რომ ყოველი წარმატებული დარტყმა ბევრად უფრო ღირებულია. და არა მხოლოდ ჰაერში და წყალზე იყენებს უკრაინა უპილოტო საშუალებებს კრემლისთვის ქაოლისთვის ქაოსის შესაქმნელად. შეგიძლიათ უყუროთ ამ ვიდეოს, რომ ნახოთ როგორ ანადგურებს კიევის სულ უფრო ძლიერი სახმელეთო რობოტების არმია, მოწინააღმდეგის წინა ხაზზე. რუსეთი რაღაც დიდს მალავდა დონეცკში. შენობაში, რომელიც სპეციალურად იყო შერჩეული მაქსიმალური ფარულობისთვის დამალული იყო ეს ობიექტი. რაც რუსეთმა სცადა დაემალა, ქვეყნის საომარი ძალის მოისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იყო იმ რეგიონში, რომელიც ახლა უკრაინის ომის ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონად ითვლება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შეუცვლელი. სავსეა იმ ერთადერთი რამით, რაც რუს ჯარისკაცებს სჭირდებათ შეტევების განსახორციელებლად.
მაგრამ უკრაინა მისი პოვა და ცეცხლის ბურთით ჩაანაცვლა. ცეცხლის ბურთი იმდენად ცხელი იყო, რომ გეგონებოდათ ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ სიღრმეებში გამოიძახათ. და ხო არ გამოიცნობდით. სწორედ ეს უნდოდა უკრაინას, რომ რუსეთს ეფიქრა. ოპერაცია ჯოჯოხეთი დაწყებულია და რუსეთი იგებს. რას ნიშნავს? ნამდვილი ჯოჯოხეთური ცეცხლი. რუსეთს ეგონა, რომ ჭკვიანურად იქცეოდა. ოკუპირებული დონეცკის სიღრმეში მდებარეობს დასახლება ნოვო-ამბროზივკა. ეს დასახლება სხვა მრავალთან ერთად გახდა დიდი საწვავის საწყობებისა და ლოგისტიკური კვანძების ქსელის ნაწილი, რომელიც რუსეთმა შექმნა დონეცკის ოლქში. და ყველა ეს ობიექტი ადრე ითვლებოდა უკრაინული დარტყმებისთვის მიუწვდომლად. მაინც რუსეთი მზად იყო იმ დღისთვის, როცა ეს ასე აღარ იქნებოდა. ნოვო-ამბროზივკაში მნიშვნელოვანი საწვავის საცავი თვალთახედვის მიღმა იყო დამალული. ის ღიად კი არ იყო განთავსებული, არამედ უზარმაზარი ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე იყო გადამალული. საწვავს ქარხანაში რკინიგზით მიიტანდნენ და ინახავდნენ როგორც მიწისქვეშა რეზერვუარებში, ასევე მიწის ზედა ავზებში, რომლებიც თვალთახედვის მიღმა იყო დამალული. რუსეთი ინარჩუნებდა ამ მოტყუებას საწვავის ქარხნიდან გადამით, სატვირთო მანქანებით, რომლებიც სამოქალაქო ტრანსპორტად იყო შენირთული. შემდეგ ეს სატვირთოების საწვავს მიიტანდა ძირითად მარაგების საწყობებში, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ დონეცკში მყოფ რუსულ საიერიშო ჯგუფებს ჰქონდათ ყველაფერი, რაც მექანიზებული შეტევებისა და სხვა ოპერაციებისთვის სჭირდებოდათ, სადაც ტრანსპორტი იყო ჩართული. ამ ოპერაციის დაფარვამ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა. სანამ აღარ იმუშავა. 12 ივლისს უკრაინის პირველი აზოვის კორპუსმა გამოავლინა, რომ მან არა მხოლოდ რუსეთის საიდუმლო საწვავის ბაზა აღმოაჩინა, არამედ მას დრონებით დაარტყა. რის შედეგადაც უამრავი ტონა მნიშვნელოვანი რუსული საწვავი დაიწვა. ეს დარტყმა იყო უფრო ფართო შეტევის ნაწილი ნოვო-ამბროზივკაზე, რომელმაც ასევე დააზიანა სარკინიგზო ხაზები და პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ ლოგისტიკური კვანძი, რომელიც ადრე მიუღწევლად მიაჩნდა, ეხლა ძალიან აშკარა სამიზნეა. აზოვის კორპუსმა ამ დარტყმას ოპერაცია ჯოჯოხეთი უწოდა. და აი როგორ მოხდა ეს? ასეთი დარტყმა სპონტანურად ვერ განხორციელდება. ეს არ იყო უბრალოდ აზოვის კორპუსის მიერ დამალული ობიექტის პოვნა და შემდეგ დრონები გაგზავნადგურებლად. როგორც კორპუსი ამხელს ტელეგრამის პოსტში, რომლითაც მან თავისი ქმედება გამოაცხადა. ოპერაცია ჯოჯოხეთი რამდენიმე თვიანი დაგეგმვისა და დაკვირვების შედეგი იყო, სანამ უკრაინა დარწმუნდებოდა, რომ სწორი ადგილი ჰქონდა ნაპოვნი და შეძლებდა მაქსიმალურად გაეზარდა იმ დრონების ეფექტი, რომელთა გაგზავნასაც ამზადებდა. აზოვის კორპუსის წევრებს ქარხანაში შესვლა ვერ შეძლეს. ამისთვის საჭირო იქნებოდა რუსი ოკუპანტების ტალღებთან ბრძოლა, რაც თვითმკვლელობის ტოლფასი. ამის ნაცვლად კორპუსის დრონების ოპერატორებმა სადაზვერო გაფრენები განახორციელეს რუსების დამალულ საწვავის ობიექტზე. თითოეულმა გაფრენამ წინა გაფრენაზე მეტი ინფორმაცია მოგცა. ბეტონის ქარხნის განლაგება დაიხაზა, რათა დარტყმის დრონის ოპერატორებს სწრაფად შეძლებოდათ საჭირო სამიზნეების ამოცნობა, როცა ამის დრო დადგებოდა. ქარხანაში მიმავალი და გამომავალი ლოგისტიკური ქსელი, მათ შორის ადრე ნახსენები სარკინიგზო ხაზები, ასევე დაკვირვებული და დახაზული იქნა, ისევე როგორც დამხმარე ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რომელიც რუსულ საწვავის ქარხანას ამუშავებდა. რამდენიმე თვის განმავლობაში შემუშავდა გეგმა. უკრაინამ კი ამოცანისთვის იდეალური დრონიც კი შეარჩია. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჰორნეტი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საშუალო დისტანციაზე რუსული საწვავისა და მომარაგების სატვირთოებს ანადგურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჯერად ამ დრონებს ბევრად უფრო რთული ამოცანის შესრულება მოუწევდა. ისინი იდეალური არჩევანი იყვნენ და რამდენიმე წუთში აგიხსნით რატო, მაგრამ ეხლა ოპერაცია ჯოჯოხეთზე გავაგრძელოთ საუბარი. როდესაც დაგეგმვა დასრულდა და არჩეული იარაღი უკვე შერჩეული იყო, აზოვის კორპუსი დარტყმისთვის მზად იყო. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს უბრალოდ დრონების გაგზავნა არ იყო საწვავის ცისტერნებზე დასარტყმელად. ყველაფერი რკინიგზის ამწით დაიწყო. ფენოვანი დარტყმის ოპერაციის პირველი სამიზნე ჩვეულებრივი ანწე არ იყო. ეს იყო კონკრეტული ანწე, რომელიც აზოვის კორპუსმა გამოავლინა. როგორც ის, რომელსაც რუსეთი გამოიყენებდა დაზიანებული რკინიგზის ხაზების გასაწმენდად, რომლებიც მალულ საწვავის საცავთან მიდიოდა და რომელიც მთავარი სამიზნე იყო. ანწის განადგურება ნიშნავდა რუსეთის შენელებას და ეს აზროვნება გაგრძელდა მეორე სამიზნეზეც. როცა აზოვის კორპუსმა შემდეგ დაარტყა ლოკომოტივს, რომელიც უკვე ლიანდაგზე იდგა, რკინიგზაზე წვდომის დაბლოკვის ორმაგი დარტყმა განხორციელდა. დაზიანებულ ლოკომოტივს ვეღარ შეეძლო გზიდან გადაეცია სხვა მატარებლებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ შესვლას და ამწის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მას ვეღაც ლიანდაგიდან გადათრევდნენ. შეიძლება გეგონოთ, რომ შემდეგი საწვავის საცავი იყო, მაგრამ შეცდებით. აზოვის კორპუსს გეგმაში კიდევ ერთი ნაბიჯი ჰქონდა. მისი შემდეგი სამიზნე იყო ელექტროქვესადგური, რომელიც ამარაგებდა ცემენტის ქარხანას, სადაც რუსეთი საწვავს მალავდა. ეს გენიალური შფლა იყო. ჩვენ მხოლოდ წარმოვიდგენთ, რა პანიკა იყო ქარხანაში, როცა შუქი ჩაქრა. რუსი ჯარისკაცები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნებულები იყვნენ, რომ უკრაინამ არც კი იცოდა რა იმალებოდა ცემენტის ქარხანაში, უცებ მიხვდებოდნენ, რომ რაღაც ძალიან არასწორად იყო. და როცა ისინი პანიკაში იყვნენ და არ იცოდნენ რა ეკნათ შემდეგ, სწორედ მაშინ აზოვის კორპუსის სათაურებში მოხდა. შემდეგი ტალღა დრონებისა, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, მიზანში იღებდნენ საწვავის ავზებსა და სარკინიგზო ხაზებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ასე ფრთხილად ჰქონდათ რონდათ რუკაზე დატანილი.
რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეეძლო. დაბტმა, რომელიც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც უკრაინის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ნებისმიერი წინა ოპერაცია, ისეთი ოსტატური სიზუსტით განხორციელდა, რომ დონეცკის ერთ-ერთ მთავარ საწოვის საცავს არანაირი შანსი არ ჰქონდა. ნავთობპროდუქტები ომის სისხლია. ოკუპაციური ძალების მომარაგებისთვის რუსებმა დიდი დრო დახარჯეს ლოგისტიკური ჰაბების ქსებების შელის შექმნაზე, რომელიც მათი აზრით უკრაინული თავდასხმებისგან დაცული იყო. პირველი აზოვის კორპუსის უპილოტო აპარატების ოპერატორებმა მტრის გეგმები შეცვალეს, განაცხადა კორპუსმა ტელეგრამზე. ასევე აღინიშნა, რომ ამ თავდასხმას კიდევ ერთი სერიოზული შედეგი აქვს, რომელიც პუტინის დონეცკის გეგმებზე იმოქმედებს. რუსეთის საწოვის მომარაგების ქსელის ნაწილი ახლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ძირითად ტერიტორიაზე უნდა გადაიტანა. დონეცკში ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისთვის ეს ნიშნავს საწოვის მიწოდებაში დიდ დაგვიანებებს მათი ოპერაციებისთვის. შეანელებს ეს რუსეთის შეტევის ტემპს. ალბათ არა, პუტინი იმდენად გულგრილია, რომ იმ ჯარისკაცებს ეთქვის, მაინც უნდა შეუტიონ ან ტვირთი ზიდონ. მათ უბრალოდ მოუწევთ ამის გაკეთება მანქანების გარეშე, ან საკუთარი თავის დაცვის მცდელობის გარეშე, უკრაინის სასიკვდილო ზონებში. როგორღაც არ გგონია, რომ ეს განსაკუთრებით კარგად გამოვა. რუსეთის ფარულ საწოვის საცავის განადგურებით, უკრაინამ კიდევ უფრო მეტი პუტინის მარიონეტით სასიკვდილოდ გაწირა, ზუსტად ისე, როგორც უკრაინას სურდა. და ესეც არ არის ისე თითქოს იმ ჯარისკაცებს უკვე არ ეგზნოთ საწოვის დეფიციტის ტკივილი, რაც რუსულ არმიას აწუხებს. ივლისის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ლოგისტიკური განადგურების კამპანიამ უკვე გამოიწვია ის, რომ ზოგ რუს ჯარისკაცს ფეხით უწევს 30 კილომეტრამდე გავლა, რათა ფრონტის ხაზზე მივიდეს. ეს არის 30 კილომეტრი, სადაც უკრაინული სადაზვერო დრონები მუდმივად აკვირდებიან, ხოლო დრონების ოპერატორები ელოდებიან ბრძანებას, რომ დაარტყან ყველაფერს, რაც კი მოძრაობს. შესაბამისად, ხედავთ ლოგისტიკურ პრობლემებს რუსებისთვის. ხედავთ პრობლემებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, რაც პრინციპში ასევე ზემოქმედებს ჯარების საბრძოლო შესაძლებლობებზე. ხედავთ, რომ რუსული ძალების მანევრულობა დარღვეულია. ხედავთ, რომ ლოგისტიკა ყოველდღიურად გამიცდის პრობლემებს, განაცხადა ფედოროვმა. ჩვენ ნამდვილად ხედავთ ტანჯვას. ეხლა მხოლოდ რუსი ჯარისკაცები არ იქნებიან სამხრეთში, რომლებიც ფეხით გადიან ათეულობით კილომეტრს. დონეცკში ის ჯარები, რომლებიც პუტინს სჭირდება იმისთვის, რომ აიღოს ერთადერთი ტერიტორია, რაც შეიძლება მისთვის უკრაინაზე გამარჯვების მსგავსადაც კი ჩაითვალოს, ახლახან საწოვის გარეშე დარჩნენ. მოუწევთ სულ სვლა და სვლა, ბევრს კი, გარდაუვალი სიკვდილისკენ. და იმ გეგმების გარდა, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადა, არის დრონი, რომელიც უკრაინამ გამოიყენა ნოვო ამბრიზივკაში დარტყმების სერიისთვის. ადრე გითხარით, რომ ჰორნეტი ამ საქმისთვის იდეალური არჩევა მიიღო. აი რატო? ჰორნეტი მიზნების დარტყმას 150 კილომეტრამდე სიღრმეზე ახერხებს. სწორედ ამიტომ არის ის ასეთი ეფექტური უკრაინის ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიაში. ის ფრონტის ხაზს ბევრად სდება და პირდაპირ დარტყმების მიყენება შეუძლია მოძრავ სამიზნეებზე, მაგალითად საწოვის სატვირთოებზე. პირდაპირ ვთქვათ, ეს შესაძლებლობები ნოვო ამბრიზივკაში საერთოდაც არ გამოუყენებიათ ბოლომდე. საწოვის საცავი, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, მუდრავი სამიზნე არ ყოფილა. ის ასევე სრულად იყო ჰორნეტების მოქმედების არეში. კრაფტი იუწყება, რომ საიდუმლო ობიექტი, რომელსაც აზოვის კორპუსმა დაარტყა, რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან მხოლოდ 16 კილომეტრში მდებარეობდა. უკრაინის ჰორნეტებს რამდენიმე წრის გაკეთებაც კი შეეძლოთ და მაინც საკმარისი რესურსი დარჩებოდათ დარტყმების განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, ჰორნეტი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დრონი არ არის. ის 4,5 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს ატარებს, მაგრამ ეს საკმარისი იყო რუსეთის საწოვის ცისტერნებისთვის. ისინი შედარებით რბილი სამიზნეები არიან და მხოლოდ 1 ან 2 აფეთქებაა საჭირო, რომ დიდი რაოდენობით საწოვის ცეცხლი გაეხვიოს. მაგრამ ის, რაც ჰორნეტს მართლაც განსაკუთრებულს ხდის, არის მისი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომელიც განხორციელებულია მოწინავე მართვის ალგორითმების სახით, რაც დრონს საშუალებას აძლევს საჭირო მანძილზე იმოგზაუროს და არ ინერვიულოს ჩამხშობებზე. იგივე ალგორითმი ჰორნეტს საშუალებას აძლევს ავტომატურად აღმოაჩინოს და თვალყური ადევნოს სამიზნეებს. ეს ნიშნავს, რომ აზოვის კორპუსს მხოლოდ საჭირო სამიზნეების დრონში დაპროგრამება სჭირდებოდა და დანარჩენს ალგორითმი აკეთებდა. ეს არის ავტომატიზირებული ომი, თავისი ყველაზე გამანადგურებელი ფორმით. ჰორნეტის ნესტარი ახლა იგრძნო ყველა რუსმა ჯარისკაცმა, ვინც საიდუმლო დონეცკის საწოვის ობიექტზე იყო დამოკიდებული. და როცა ცემენტის ქარხანა, რომელიც რუსეთს ეგონა, რომ ასე ჭკვიანურად იყენებდა საწოვის დასამალად იწოდა, უკრაინას სხვა გეგმებიც ჰქონდა. დონეცკის ქარხნის განადგურება ნიშნავდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწოვი აღარ იქნებოდა. უკრაინამ ამას დაუმატა კიდევ ერთი დარტყმა, 800 კილომეტრზე მეტის დაშორებით, რაც კიდევ უფრო ართულებს რუსეთის საწოვის პრობლემებს. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, ეს არის სამხედრო შოუ. თუ ჯერ არ გაქვთ არხი გამოწერილი, გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები. იმავე დღეს, როდესაც აზოვის კორპუსმა გამოავლინა, რომ ჰორნეტის დრონებით რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო გაამჟღავნა, კიდევ ერთი ამბავი გავრცელდა. დაახლოებით 800 კილომეტრით უკრაინიდან მოშორებით, დრონებმა რამდენიმე დარტყმა მიატენეს სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სამარის ოლქში. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკვე ყოფილა სამიზნე ადრე. და ასეც უნდა იყოს. ის ყოველწლიურად დაახლოებით 8,9 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს გარდაქმნის საწვავად და სხვა ნავთობზე დაფუძნებულ პროდუქტებად.
მაგრამ ამჯერად უკრაინამ მხოლოდ დროებითი გაჩერება კი არა იძულა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. მისი დრონები იმდენად ზუსტი იყო, რომ ანალიტიკოსების აზრით, ყველა ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარი დაზიანდა, რაც შესაძლოა სიზრანის ქახნის წარმოების მოცულობას ნულამდე ამცირებს. ევრომაიდან პრესი დეტალებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით უკრაინის იერიში დაიწყო 0:30 საათისთვის. მონიტორინგის არხები, მათ შორის Supernova Plus-ი და XLM Plus-ი, უკვე ავრცელებდნენ ინფორმაციას იერიშის შესახებ. აზიარებდნენ ალებისა და კვამლის უზარმაზარი ღრუბლების კადრებს, რომლებიც რუსეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან ამოდიოდა. მალე იერიშის ზუსტი მდებარეობაც დაადგინეს რუკაზე. ღია ცხაროების სადაზვერვო არხის კიბერბოროშნოს მიხედვით, უკრაინის სიზრანის იერიში როგორც ჩანს განხორციელდა შორი მანძილის FPV დრონების გამოყენებით. და ამ დრონებმა დააზიანეს 3 დამუშავების ერთეული, რომლებიც ქარხანას თავისი ფუნქციის შესასრულებლად სჭირდება. დაზიანებულ ერთეულებს შორის იყო AVT-5-ის ძირითადი დამუშავების ერთეული, ამბობს არხი. ეს ერთი ერთეული შეადგენს 2.6 მილიონ ტონას, იმ 8.9 მილიონიდან, რომელსაც სიზრანი წელიწადში ამუშავებს, რაც დაახლოებით სიმძლავრის 30%-ია. AVT-6-ის ერთეულიც, რომელიც დარჩენილ 6.3 მილიონ ტონას ამუშავებს, ასევე დაზიანდა. ასევე ჩანს, რომ უკრაინის დრონებმა დააზიანეს ქარხანაში არსებული LCH-30-11-600 კატალიტური რეფორმერი, რომელიც ბენზინის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების დასამზადებლად გამოიყენებათ. თუ ეს ცნობები სწორია, მაშინ ორ რამეს ვხედავთ. პირველი, უკრაინის დრონები ყოველ კვირას უფრო ზუსტები ხდებიან. იმდენად, რომ რუსეთს ვეღარ შეუძლია თავისი ჩვეულებრივი არგუმენტი დრონების ნამსხვრევებზე გამოიყენოს, რადგან აშკარაა, რომ უკრაინამ ზუსტად იმ ობიექტებზე მიაყენა დათმობები, რაც სურდა. და მეორე, მთელი სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ახლა უკვე გათიშულია. მისი ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის 100% განადგურებულია და შეიძლება კვირები ან თუნდაც თვეები დასჭირდეს რუსეთს, სანამ ქარხანას თუნდაც ნაწილობრივ აღადგენს. საბოლოოდ რუსეთს არ აქვს მარტივი გზა რომ მოიპოვოს ის მრავალი კომპონენტი, რომელიც საჭიროა ამ განადგურებული გადამამუშავებელი დანადგარების შესაკეთებლად, ან თავიდან ასაშენებლად, როცა დასავლეთის სანქციების ქრისქვეშაა და ეს სანქციები სწორედ ამ კომპონენტების შეძენას უშლის ხელს. ჩვენ გამოვიყენეთ ტერმინი 1-2 დარტმაგმა, რათა აგვეხწერა თუ როგორ გაანადგურა აზოვის კორპუსმა ჯერ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, შემდეგ კი საწვავი დამალულ დონეცკის ობიექტში. ჩვენ შეგვიძლია ეს ტერმინი აქაც გამოვიყენოთ. უკრაინამ ძლიერი დარტმა მიაყენა დონეცკის იერიშით, შემდეგ კი ამას მოჰყვა მძლავრი დარტმა, რომელმაც რუსული საწვავის ერთ-ერთ წყაროზე გაანადგურა საწვავი. აი რასაც აქ ხედავთ, მრავალფენიანი დარტმები, რომლებიც რუსეთის მთელ მომარაგების ჯაჭვს აზიანებს. წყაროდან დაწყებული იმ სატვირთო მანქანებადებამდე, რომლებიც საწვავის გადასატანად გამოიყენება. ეს ყველაფერი რუსეთზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. საწვავის კრიზისი უკვე დაწყებულია და რუსეთში არ არსებობს ადგილი, რომელიც არ იტანჯება. ბევრი ითქვა იმაზე, თუ როგორ იწვევს უკრაინის საშუალო სიშორისა და ღრმა დათმების საწვავის დეფიციტს, რაც რუს მომხმარებლებზე მოქმედებს და ამაზე ბევრი უნდა ითქვას. ეს დეფიციტი ზრდის ზეწოლას პუტინზე, რადგან ბევრი რუსი ადამიანი ძალიან გაბრაზებულია მათ ეგრეთ წოდებულ ძლიერ დამცველზე. ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები მთელ რუსეთში ახლა კილომეტრებზეა გადაჭიმული და ბევრი ადამიანი, ვინც საათობით დგას ამ რიგებში, ბოლოს აღმოაჩენს, რომ ტუმბოები უკვე დაცლილია და ისევ სხვაგან უწევთ წასვლა და თავიდან დგომა რიგში. ზოგიერთი ოპორტუნისტი რუსი რიგში ადგილს-იგილს იკარებს და შემდეგ ამ ადგილს $460-დან კი ჰყიდის იმ სასოწარკვეთილ ადამიანებს, ვისაც საწვავი სჭირდება. ამ დეფიციტების გამო რუსეთში განწყობა სულ უფრო უარესდება. ინდეპენდენტის ალექსანდრ ტიტოვმა ამის შესახებ 10 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია. მე ყოველწლიურად მოგზაურობ რუსეთში 2022 წლიდან და განწყობა აშკარად შეიცვალა. 2022 წელს ყველაფერი გადარჩენასა და სანქციებისა და ომის ახალ რეალობასთან შეგუების გარშემო ტრიალებდა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილიზაცია მოხდა და ეკონომიკის ადაპტაციის უნარის მიმართ ოპტიმიზმი გაიზარდა. თუმცა 2026 წლისთვის ეკონომიკურ რეცესიაზე საუბარი უკვე მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საწვავის მიმდინარე დეფიციტი დაიწყებოდა. წერს ტიტოვი. ეს ყველაფერი უკრაინის პუტინზე ზეწოლის გეგმის ნაწილია. თუმცა დონეცკში დარტყმით ხედავთ, რომ უკრაინა აძლიერებს თავის კამპანიას რუსეთის საწვავის კრიზისის შესაქმნელად. ეხლა ამას მხოლოდ საშუალო მოქალაქე, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე რიგში დგას, აღარ გრძნობს. წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცებს თავდასხმების მთავარი რესურსი ხელიდან ეცლებათ. იდეა მარტივია. თუ სამხედროებს საწვავს წაართმევ, რუსეთის საომარ მანქანას მწყობრიდან გამოიყვან. უკრაინამ საწვავის კამპანია გაამკაცრა. ეხლა ის აზოვის ზღვაში საწვავის ტანკერებს უდევს, რათა ბენზინი და დიზელი ყირიმსა და მატერიკზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მოხდეს. ახლა ხან ვიხილეთ, როგორ განახორციელა უკრაინამ კარგად დაგეგმილი იერიში დონეცკში დამალულ საწვავის საცავზე. EU Observer იუწყება, რომ ბევრ რეგიონში რუს ჯარისკაცებსაც კი აღარ შეუძლიათ საწვავის შევსება სადგურებზე. და თუ უკრაინა ასე გააგრძელებს ესკალაციას, მალე ეს ჯარისკაცები ვერაც ფრონტზე შეძლებენ საწვავის მიღებას. შესაძლოა ეს უკვე ხდება. თუ საწვავი უხვადაა, ფიოდოროვის ნახსენებივით 30 კილომეტრიანი ფეხით ცვლები არ ხდება. ეხლა მხოლოდ სამოქალაქო პირები არ არიან საწვავის ნაკლებობის პირობებში. ეს მთელი რუსული სამხედრო ძალაა. ციფრები არ ტყუიან.
რუსი ჯარისკაცები უფრო სწრაფად იღუპებიან, ვიდრე 2026 წლის ნებისმიერ სხვა მომენტში. სწორედ ამ საწოვის პრობლემების გამო ივლისის 13-მდე გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა სავარაუდოდ 1600 ჯარისკაცი დაკარგა. იტყობინება პრავდა. გვაინტერესებს, რამდენი იმ ჯარისკაცთაგან იძულებული იყო ფეხით წასულიყო ფრონტზე და არა მანქანით. მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინულ დრონს დათდომოთ. ივნისში რუსეთმა თითქმის 40,000 ჯარისკაცი დაკარგა, რადგან მისი ლოგისტიკა დაიშალა და ჯარისკაცები უფრო დაუცველები გახდნენ ვიდრე ოდესმე. აქ ხედავთ საწოვის კრიზისის შედეგებს, რომელიც უკრაინამ შექმნა. ნაბიჯ-ნაბიჯ, პუტინის მთელი საომარი მანქანა ინგრევა. და შემდეგ არის დონეცკი. პუტინს უნდა დონეცკი რაც შეიძლება სწრაფად დაეცეს. ის ამას წლები ამბობს, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიის კამპანია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინმა დონეცკისა და მთლიანად დონბასის დაცემისთვის 15 ვადა დააწესა, რომელთა უმეტესობა უკვე გავიდა და შედეგი არ მოუტანა. კრემლიდან ბოლო ვადა, რომელიც გამოცხადდა 21 დეკემბერია. ეს მოჰყვა წინა 2026 წლის ვადებს, 21 მარტს, რომელიც არ გამოვიდა. და 1 სექტემბერს, რომელზეც როგორც ჩანს პუტინმა დიდი ხნით ადრე ხელი აიღო, ვიდრე იქამდე მივახცევდით. ვადებს მნიშვნელობა არ აქვს. ალ-ჯაზირას თქმით, რუსეთის ამჟამინდელი წინსვლის ტემპით დონეცკის დარჩენილი ნაწილის დასაკავებლად კიდევ 5150 დღე, ანუ დაახლოებით 14 წელი დასჭირდება. დიდი ალბათობით პუტინი იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იქნება. წინა ხაზიდან 20 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარე ფარულ საცავში აალებული საწოვი რუსეთისთვის მდგომარეობას არ გაუმჯობესებს. ეს ნიშნავს კიდევ ერთ შენელებას. ეს ნიშნავს, რომ მეტი ჯარისკაცი იძულებული იქნება ფეხით გაიაროს სასიკვდილო ზონებში. და რაც ყველაზე მთავარია, ეს ნიშნავს, რომ პუტინის დონეცკის ფანტაზია განადგურდა. რუსეთი დონეცკს ვერ აიღებს. ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში არა. და სანამ პუტინი ცდილობს გაარკვიოს რა მოხდება შემდეგ, აზოვის კორპუსი წინ მიიწევს. სავარაუდოდ მათ უკვე მეტი სადაზორო დრონი ყავთ ცაში, რომლებიც შემდეგ სამიზნეს აკვირდებიან, რომელსაც რუსეთი ცდილობს დამალოს და უკრაინას თითქოს არ უნდა შეეძლოს მისი დარტყმა. არსებობს ძველი გამონათქვამი. ერთხელ მომატყუე, შენი სირცხვილია. ორჯერ მომატყუე, ჩემი. თუ ვლადიმერ პუტინს სირცხვლის გრძნობა შეეძლო, ახლა ეს გრძნობა მთელ მის ხელში გავრცელდებოდა. რუსეთი ახლახან დამცირდა კურსკის რეგიონში მდებარე აეროდრომზე. იქ რუსეთი ერთ-ერთ თავის გამანადგურებელს ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემის უკან მალავდა. უკრაინამ ორივე გაანადგურა. ჯერ ერთი, შემდეგ მეორე. შეუჩერებელი იარაღი მიწასთან გაასწორეს და რუსეთი ორჯერ მოატყუეს დრონების იერიშების შედეგად. ეს სამაცხვინოა. დამამცირებელია, მაგრამ ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა რუსეთისთვის ამ დღეებში. ჩვენ მივდივართ კალინოს აეროდრომზე, რომელიც მდებარეობს კურსკის ცენტრიდან დაახლოებით 7 კილომეტრის აღმოსავლეთით. ეს ობლასტით შეიძლება გაგახსენდეთ. აქ მოხდა რუსეთის ყველაზე დიდი დამცირება უკრაინის ომში დღემდე. როდესაც უკრაინამ 2024 წლის აგვისტოში წამოიწყო საპასუხო შეჭრა, რის შედეგადაც მან რამდენიმე ასეული კვადრატული კილომეტრი რუსული ტერიტორია დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეჭრა საბოლოოდ მოიგერიეს, ამან კურსკი, რომელიც სასაზღვრო რეგიონია, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ობლასტად აქცია. და ახლა პუტინის ყველაზე დიდი სირცხვილის წყარო კიდევ ერთხელ სახეში შეახალეს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო თავისი შეჭრა, კალინო ორმაგი დანიშნულების აეროდრომად გადააქცია. იქ მდებარეობს კურსკ-ვოსტოკშნის აეროპორტი, მაგრამ კალინოში დამალულია სამხედრო ავიაბაზა, რომელიც რუსულ საავიაციო საქმიანობას ემსახურება. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვითი სისტემებით დაცულ ამ ავიაბაზაზე განთავსებულია გამანადგურებლები და ბომბდამშენები, რომლებიც ომის დიდი ნაწილის განმავლობაში უკრაინაზე რაკეტებსა და პლანირებად ბომბებს უშვებენ. უკრაინას რაღაც უნდა გაეკეთებინა ამ ბაზასთან დაკავშირებით და 21 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ეს მართლაც გააკეთა. ძირითადი ფაქტები სასტიკია. უკრაინის 15 ცალკეული საარტილერიო სადაზვერო ბრიგადა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შავი თრე, ჩაატარა სასიკვდილო დრონით შეტევა, რომელმაც გაანადგურა რუსეთის ორი ყველაზე ღირებული იარაღი. აფეთქებების შედეგად ჩამოვარდა MiG-29-ის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რაც უკვე საკმარისად სამარცხვინოა რუსეთისთვის. მაგრამ კიდევ უფრო უარესია ის, რომ უკრაინის დრონებმა ასევე გაანადგურეს პანცირ S1-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც თვითმფრინავის დასაცავად იყო განთავსებული. ერთი დარტყმით უკრაინამ გაანადგურა ორი მაღალი ღირებულების სამიზნე. რუსეთმა დაკარგა საბრძოლო თვითმფრინავი და მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც სწორედ კალინოს აეროდრომის დასაცავად იყო განკუთვნილი იმ საფრთხისგან, რაც უკრაინამ ახლა გაუგზავნა. დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით. საჰაერო თავდაცვის სისტემის მთავარი მიზანი შემომფრენი ობიექტების, იქნება ეს რაკეტები თუ დრონები, განადგურება. რუსეთმა კალინოში განათავსა თავისი პანცირ S1. იმ იმედით, რომ სწორედ ამას გააკეთებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იმ იარაღს, რომელიც უკრაინის დრონების შეჩერებას უნდა ემსახურებინა, სწორედ იმავე დრონებმა გაანადგურეს. ამან გზა გაუხსნა შემდგომ იერიშ, რომელმაც MiG-29 გაანადგურა. როგორც თქვით, ეს დამამცირებელია. შეტევის შესახებ უკრაინის გენერალურმა შტაბმა ტელეგრამის პოსტში განაცხადა და დაანონსა, რომ მსგავსი იერიშები კიდევ იქნება. ამ პოსტთან ერთად გავრცელდა ვიდეო, სადაც იერიშები ისეთი დეტალებით არის ნაჩვენები, რომ რუსეთი ვეღარ უარყოფს მათ არსებობას და ვეღარ გამოიტანებს თავის ჩვეულ საბაბს დრონების ნამსხვრევებზე. თუ რატომ შეძლეს უკრაინულმა დრონებმა კიდევ ერთ რუსულ ბაზამდე მიღწევა და ღირებული სამიზნეების განადგურება. ვიდეო მასალა, რომელიც დაახლოებით 50 წამს გრძელდება, იწყება სადაზვერო სამუშაოებისა და იერიშის დაგეგმვის ამონარიდებით.
ხედავთ როგორ იდენტიფიცირდება ბაზა, ასევე MiG-29 და Pantsir S1, რომლებიც უკრაინამ სამიზნე დაირჩია. შემდეგ ხედავთ როგორ იწვის MiG-29. რაც იმდენად ნათელი მტკიცებულებაა წარმატებული ერიშის, რამდენიც კი შეიძლება ვინმე სურდეს. მაგრამ მთავარი მომენტი ბოლო რამდენიმე წამშია. უკრაინული დრონის კამერიდან გადაღებულ კადრებში ჩანს როგორ არის Pantsir S1 სამიზნეში მოქცეული. ეს რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო სააერო თავდაცვის სისტემაა. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სისტემა დაიწყებდა ტრიალს და დრონისკენ რაკეტებს ისროდა, მაგრამ არა, დრონი უახლოვდება, ხოლო სააერო თავდაცვის სისტემა თითქოს ვერაფერს ამჩნევს. კადრები წყდება სწორედ იმ მომენტში, სანამ დრონი მიეკარება სამიზნეს. მაგრამ მესიჯი ნათელია. რუსეთის Pantsir S1-მა ვერ შეძლო MiG-29-ის დაცვა და იმდენად უსარგებლო აღმოჩნდა, რომ უკრაინის დრონზე რეაგირებაც კი ვერ მოახერხა. ეს ნამდვილი სისტემა იყო, სატყუ არა. აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარი ამბავი ისაა, რომ უკრაინამ დაარტყა კურსკის ავიაბაზას, რომელიც ძალიან კარგად უნდა იყოს დაცული, ხოლო რუსეთმა ვერაფერი გააკეთა ამის წინააღმდეგ. ტკივილი კიდევ უფრო იზრდება, როცა ციფრებს ჩაუღრმავდებით. საუბარი მხოლოდ იმაზე არ არის, რომ რუსეთმა ორი მნიშვნელოვანი იარაღი დაკარგა. ეს თავისთავად საკმარისად სამარცხვინოა. ასევე როცა ვამბობდით, რომ ეს იარაღები მაღალი ღირებულების იყო, ამას ნამდვილად გულისხმობდით. ერთი MiG-29-ის გამანადგურებელი თვითფრინავი. იმ დროს, როცა ეს საბჭოთა ეპოქის თვითფრინავები ჯერ კიდევ შენდებოდა, რუსეთს დაახლოებით 25 მილიონი დოლარი უჯდებოდა. ერთი Pantsir S1 დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს. ასე რომ რუსეთს ახლა იძულებული გახდა ჯამში 45 მილიონი დოლარის ზარალი აეტანა. უკრაინული დრონების გამანადგურებელი ორმაგი დარტყმის შედეგად. და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ზარალის მონტანი დრონები ბევრად ნაკლები ღირდა. უკრაინას არ დაუდასტურებია, რომელი დრონები გამოიყენა კურსკის დარტყმისთვის, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ დარტყმისთვის ხარჯი მაქსიმუმ რამდენიმე 100,000 დოლარი იქნებოდა, რაც უზარმაზარი ინვესტიციის ანაზრაურება. და ეს ყველაფერი არ ითვალისწინებს იმ ფართო ოპერაციულ გავლენას, რაც ამ რესურსების დაკარგვას მოჰყვა. კალინო უფრო დაუცველი გახდა მას შემდეგ, რაც Pantsir S1 დაკარგა, რაც ნიშნავს, რომ მომავალში უკრაინული დრონები უფრო მარტივად მიაღწევენ სამიზნეებს. გარდა ამისა, MiG-29-ის დაკარგვა ნიშნავს კიდევ ერთი პლატფორმის ნაკლებობას, რომლითაც რუსეთს შეეძლო რაკეტებისა და პლანირებადი ბომბების გაშვება. ეს იწევს ნაკლებ ზიანს უკრაინისთვის. და როდესაც უკრაინა საჰაერო ზეწოლის ქვეშ არ არის, შეუძლია უფრო მეტად კონცენტრირდეს რუსეთისთვის მიწაზე დანაკარგების მიღებაზე. ასე რომ 21 ივლისი ნამდვილად არ იყო კარგი დღე რუსეთისთვის. მაგრამ ეხლა უკვე იცით, როგორ მიმდინარეობს უკრაინული დარტყმები. იშვიათად კონცენტრირდება უკრაინა ერთ კონკრეტულ ადგილას და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. როდესაც კალინოში ტექნიკა იწოდა, უკრაინის დრონებმა ძლიერი დარტყმები მიაყენეს რუსეთის სხვა რეგიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს. ევრომაიდან პრესი სრულ მიმოხილვას გვთავაზობს. ხორლიში, რომელიც ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში მდებარეობს, უკრაინამ ბუსოლ S-ის რადარის სადგური გაანადგურა. ეს სადგური რუსული სააერო თავდაცვისთვის არ გამოიყენებოდა. ამის ნაცვლად რუსეთის სამხედროები მას საზღვაო სამიზნეების დასაკვირვებლად იყენებდნენ. სავარაუდოდ შავ ზღვასა და დნიპროს მდინარეზე. ეს სანაპირო სადაზვერვო სისტემაა და ეხლა როცა ის აღარ არსებობს, რუსეთი ვერა შეძლებს უკრაინული საზღვაო დრონების აღმოჩენას, როდესაც ისინი ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე პოზიციებისკენ მიემართებიან. ლუგანსკის ოლქში უკრაინამ გაანადგურა საბრძოლო მასალის საწყობი კუნდრიუშასთან ახლოს და ლოგისტიკური საწყობი დავითიევსკასთან დონეცკში. ზაპოროჟიეც იყო სამიზნე, რადგან უკრაინის დრონებმა გაანადგურეს ორი საკონტროლო პოსტი, ერთი კამიანსკეში და მეორე კომასში. და კურსკს საზრუნავად მხოლოდ აეროდრომი როდი ჰქონდა. უკრაინის დრონებმა ასევე დაარტყეს ლოგისტიკურ საწყობს პოპოვო-ლოშჩის მახლობლად, კურსკის ოლქში. მთლიანობაში ეს იყო საჰაერო ტერორისა და საჰაერო თავდაცვის მარცხის ღამე რუსეთისთვის. MiG-29 და Pantsir S1 იოპნარ ყველაზე გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი მათით არ შემოიფარგლებოდა. უკრაინა როგორც ჩანს, რუსულ ავიაბაზებზე იერიშ ჩვევად აქცევს. რამდენიმე დღით ადრე სანამ კალინოს დარტყმას გამოაცხადებდნენ, უკრაინამ გაამჟღავნა, რომ ოკუპირებულ ყირიმში საკის ავიაბაზაზე ზუსტი დრონით ოპერაციაც ჩატარდა. ეს დარტყმა, რომელიც უკრაინის მიერ უკვე არაერთხელ არჩეულ სამიზნეს მოხდა, განხორციელდა ჰორნეთის დრონის განახლებული ვერსიების გამოყენებით, რომელსაც უკრაინა იყენებს ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიაში, რომლის მიზანიც ყირიმის იზოლაცია. Su-24M ცეცხლში გაეხვა, რის შედეგადაც რუსეთს ერთი კვირის განმავლობაში ორი გამანადგურებლის დაკარგვასთან მოუწია გამკლავება. გამოიყენეს თუ არა კურსკში ჰორნეთის ეს ახალი ვერსია, თუ უკრაინამ სხვა დრონი გამოიყენა. უკრაინა არაფერს ამბობს, არც სჭირდება. დამწვარი MiG-29 და განადგურებული Pantsir S1 ყველაფერს ამბობს, რაც უკრაინას სჭირდება თქვას. მაგრამ ახლა მზადვართ უფრო ღრმად შევხედოთ საკითხს. რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი მაღალი ღირებულების სამიზნეების განადგურება და რას ნიშნავს უკრაინის დარტყმა რუსეთისთვის ომის ფართო კონტექსტში? ამ კითხვებზე პასუხს მალე გაგცემთ. ჯერ კი თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ღილაკს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოტოვოთ ის, რაც შემდეგ ველოდება. დაუბრუნდეთ ორ სისტემას, რომელიც უკრაინამ გაანადგურა კალინოში. უკვე იცით, რომ MiG-29 და Pantsir S1 პანცერი ფინანსურად მაღალი ღირებულების სამიზნეებია. ამ დარტყმებით კიდევ ერთი მრავალმილიონიანი ხვრელი გაუკეთდა რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს. მაგრამ ამ იარაღების ნამდვილი ღირებულება მათ შესაძლებლობებშია. ეხლა არ აუპირებთ გითხრათ, რომ MiG-29 არის ისეთი გამანადგურებელი თვითფრინავი, რომელიც მსოფლიოს დომინირებას ახდენს და რომელზეც ნებისმიერი ქვეყანა იოცნებდა, ებებდა. ეს ნამდვილად ასე არ არის. MiG-29, რომელიც საბჭოთა ეპოქას ეკუთვნის, ოდინის თქმით 1970-იან წლებში შეიქმნა როგორც საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელი და შეიქმნა იმ დროისთვის ახალი F-15-ის საპირწონეთ. ამ თვითფრინავის დაახლოებით 20 ვარიანტი არსებობს და გაურკვეველია, რომელი მათგანი დააზიანა უკრაინამ კალინოში.
თუმცა თავარი მახასიათებლებია ის, რომ ამ გამანადგურებელს საბრძოლო რადიუსი აქვს 1500 კილომეტრი. როდესაც დამატებითი საწვავით არის დატვირთული, შეუძლია მაქსიმალური სიჩქარის განვითარება 2400 კმ/სთ და შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და ბომბებით დატვირთვა. მეტწილად ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, როცა საქმე ეხება იმას, თუ როგორ იყენებს რუსეთი MiG-29-ებს უკრაინის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს გამანადგურებლების რაოდენობით დიდი უპირატესობა აქვს, ის უმეტესად იყენებს მათ რაკეტებისა და გლაიდ ბომბების გასაშვებად უკრაინაზე ფრონტის ხაზის მიღმა. როგორც კურსკში ვხედავთ, იდეალურად უკრაინის ტერიტორიის მიღმა. ამის კარგი მიზეზი არსებობს. ომის დასაწყისში რუსეთმა სცადა გამანადგურებლების უკრაინაში შეყვანა, მაგრამ მათგან ათეულობით ჩამოაგდეს, როცა ისინი ცდილობდნენ უკრაინულ სამიზნეებზე დაბომბვის განხორციელებას. ამ დროისთვის რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 428 თვითმფრინავი დაკარგა. მათგან დიდი პროცენტი დაიკარგა საჰაერო უპირატესობის ტრადიციული დამკვიდრების პირველივე მცდელობების დროს. MiG-29-ები და სხვა მრავალი რუსული გამანადგურებელი ამ საწყის დანაკარგებს შორის იყო, რის გამოც რუსეთს სწრაფად მოუწია თავისი გამანადგურებლების გამოყენების ტაქტიკის შეცვლა, რათა მათ რაიმე გავლენა მოეხდინათ. ამიტომ რუსეთმა შეიმუშავა ფრონტის ხაზის უკნიდან დაბომბვის სტრატეგია. ამას ის უპირატესობა აქვს, რომ რუსეთის გამანადგურებლები უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონიდან გარეთ რჩება. თუმცა უარყოფითი მხარე ისაა, რომ ეს თვითმფრინავები უნდა დარჩნენ უკრაინის სიახლოვეს მდებარე აეროდრომებზე, რათა შეძლონ რაკეტებისა და პლანირებადი ბომბების გაშვება. მიუხედავად ამისა, რუსეთი მზად არის ამ კომპრომისზე წავიდეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რამდენად ეფექტურია პლანირებადი ბომბები ამ ეტაპამდე და ზოგიერთი წრის რწმენით, რომ პლანირებადი ბომბების შეტევები ომის შემდეგ ეტაპს განსაზღვრავს. ასე ამბობს Forbes-იც. 1 ივლისის სტატიაში ვიკრამ მიტალმა დაწერა, რომ პლანირებადი ბომბები ნელ-ნელა ანაცვლებს ტრადიციულ არტილერიას, როგორც მთავარი საშუალება გამაგრებულ პოზიციებზე ზეწოლის მოსახდენად. ეს ორივე მხარისთვის ასეა. რუსეთისთვის პლანირებადი ბომბების მუდმივი გაშვება საშუალებას აძლევს უკრაინულ დასახლებებზე შორიდან დაბომბოს ძველი FAB ბომბების გამოყენებით, რომლებიც ფრთების კომპლექტებით გადააკეთეს, რაც მათ უფრო დიდ მანძილსა და სიზუსტეს აძლევს. რა კავშირი აქვს ამას იმ MiG-29-თან, რომელიც უკრაინამ ახლახან გაანადგურა? ეს გამანადგურებელი კურსკში იყო განთავსებული, რომელიც სასაზღვრო რეგიონია. პრაქტიკულად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი თავის ახლა უკვე განადგურებულ გამანადგურებელს საჰაერო დაბომბვის სტრატეგიის ფრაგების ფარგლებში იყენებდა. შესაძლოა ის სუმისა და სხვა ახლო მდებარე რეგიონებზე იყო კონცენტრირებული. მისი განადგურებით უკრაინამ დარტყმა მიაყენა საჰაერო სტრატეგიას, რომელზეც რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული. გარდა ამისა, უკრაინამ გააგზავნა მესიჯი, რომ კალინოში გაგზავნილი არც ერთი გამანადგურებელი უსაფრთხო არ იქნება. რაც შეიძლება აიძულოს რუსეთი სხვა თვითმფრინავებიც გაიყვანოს. ეს კი კიდევ უფრო შეზღუდავს რაკეტებისა და მართვადი ბომბების კამპანიის ეფექტს. შემდეგ არის Pantsir S1. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანად მივიჩნევთ, რაც რუსეთს არსენალში აქვს. რადგან თეორიულად ის უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უკრაინის დრონების წინააღმდეგ. საკმარისად პორტატულია, რომ სათვითო მანქანაზე დაიტვირთოს და მარტივად გადაადგილდეს პოზიციაზე. Pantsir S1-ის თავარი სიძლიერე სწორედ მისი მრავალფუნქციურობა. სისტემა აერთიანებს რაკეტებსა და ავტომატურ 2A-30M 30 მმ-იან ანტისაჰაერო ქვემეხების წყვილს, რაც მას ძალიან მაღალ განადგურების ალბათობას აძლევს. ARMY ტექნოლოგიის მიხედვით ეს ალბათობა მერყეობს 70-დან 95%-მდე. ეხლა ეს დადასტურებულ მონაცემებზეა დაფუძნებული, თუ რუსულ განცხადებებზე ეს გაურკვეველია. როდესაც Pantsir S1 სრულად არის დატვირთული, მას აქვს დაახლოებით 1500 ვაზნა ქვემეხებისთვის, რომლებიც შეიძლება იყოს ჯავშანგამტანი, ფრაგმენტაციული და მაღალი აფეთქების ვაზნები. ქვემეხებს შეუძლიათ წუთში 700 ვაზნის გასროლა და აქვთ 4 კილომეტრის სიშორე. სისტემას ასევე მოჰყვება 12-57E6 საჰაერო თავდაცვის რაკეტა. აქ მთავარი საკითხი არაა ცეცხლის ძალა. საქმე მრავალმხრივობაშია. Pantsir S1-ის უნდა შეეძლოს გაუმკლავდეს ყველაფერს, რასაც უკრაინა ესვრის. იქნება ეს რაკეტები თუ დრონები, რადგან მას აქვს ამუნიციის ფართო არჩევანი, რომლის შერევაც და გამოყენებაც შესაძლებელია სიტუაციის მიხედვით. და მაინც Pantsir S1 კალინოში ვერ გაართო თავი. ვიცით, რომ უკრაინამ შეიმუშავა სტრატეგია პანცირების გასანადგურებლად. უკრაინა რეგულარულად იყენებს დრონების მთელ ჯგუფებს ამ სისტემებთან გასამკლავებლად. იდეა მარტივია. შექმნა იმდენი სამიზნე, რომ პანცირმა არ იცოდეს სად ესროლოს. ან თუ იცის, ვერ ესროლოს იმდენს, რომ ყველაფერი შეაჩეროს მანამ, სანამ ერთ-ერთი დრონი დაარტყამს. მაგრამ კალინოში ასე არ მომხდარა. შესაძლოა, რომ ბაზაზე დამონტაჟებულ Pantsir S1-ის რადარი არ ჰქონდა, ან ჰქონდა გაუმართავი რადარი, რომელმაც ვერ დააფიქსირა უკრაინის დრონი. ან კიდევ რაც რუსეთისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელია. შესაძლოა Pantsir S1 უბრალოდ არ იყოს ისეთი ეფექტური, როგორც ამბობენ, როდესაც საქმე დრონების შეტევებისგან დაცვას ეხება. არსებობს მინიშნებები, რომ სწორედ ეს არის სიმართლე. თებერვალში Pravda იუწყებოდა, რომ 2025 წელს უკრაინის დარტყმებმა ორჯერ შეამცირა Pantsir-ის საზენიტო არტილერიისა და სარაკეტო სისტემების რაოდენობა, რომელიც რუსეთს აქვს ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ მარაგების 50% ერთ წელიწადში გაქრა, რაც მიუთითებს, რომ Pantsir S1 ისეთი ეფექტური არ არის, როგორც რუსეთს სურს, რომ სოფლიო დაიჯეროს. Pantsir-ის სისტემების განადგურებას სტრატეგიული მიზანი ჰქონდა, როგორც უკრაინის SBU-მ აღნიშნა, როდესაც განაცხადა, აი რატო აქვს Pantsir-ის სისტემების სისტემატურ განადგურებას სტრატეგიული მიზანი. მტრის საჰაერო თავდაცვის გარღვევისა და კორიდორების შექმნისთვის, რათა დარტყმა მიაყენონ მიზნებს მის უკანა ხაზებში. ეს უკრაინის თავდაცვის ძალებს აძლევს საშუალებას ეფექტურად იმოქმედონ სამხედრო ბაზებზე, საწყობებზე, აეროდრომებზე და სხვა ოკუპანტის ობიექტებზე. მაგრამ მთავარი სიახლე აქ არის ის, რომ სისტემების 50% განადგურებულია. ეს ყველაფერი გვეუბნება Pantsir S1-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ის უბრალოდ საკმარისად კარგი არ არის, რომ შეაჩეროს უკრაინის მუდმივად განვითარებადი დრონები. კალინოში ეს პირდაპირ დადასტურდა.
და რუსეთმა მიიღო დამამცირებელი დათვმა, სადაც კიდევ ერთი ძვიადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურდა დრონით, რომლის აშენებაც ბევრად ნაკლები ღირდა. რუსეთის პანცირის დანაკარგები ახლა იმდენად დიდია, რომ იძულებულია გამოიყენოს ჰიბრიდული სისტემები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სახმელეთო გამშვებ დანადგარებს აერთიანებს რაკეტებისთვის. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არა მხოლოდ კარგავს პანცირეს ერთებს, არამედ ვეღარ ახერხებს მათ ჩანაცვლებასაც. უკრაინა უბრალოდ განაგრძობს მის დასუსტებას და ყოველი პანცირის განადგურება კიდევ უფრო ზრდის მოწყვლადობას. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი რუსეთისთვის? ომის საერთო სურათში MiG-29-სა და პანცირ S1-ის განადგურება რუსულ ავიაბაზაზე სამარცხვინოა, მაგრამ ეს ომს ვერ დაასრულებს. რაც პუტინისთვის უფრო შემაშფოთებელია ისაა, რომ ეს დარტყმა აჩვენებს, რამდენად არასაკმარისია რუსეთის საჰაერო თავდაცვა. ეს პრობლემა მხოლოდ პანცირს არ ეხება, არამედ რუსეთის არსენალში არსებულ ყველა სისტემას. თომას უიტინგტონი, რომელიც Royal United Services ინსტიტუტის სამხედრო მეცნიერებათა წევრია, პრობლემას ასე აღწერს. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები უბრალოდ არ შეესაბამება დანიშნულებას. ეს ძალიან ნათელი. ისინი არ არიან აღჭურვილნი ასეთი ტიპის თავდასხმის აღმოჩენის, ფოლყურის დევნისა და მოგერიებისთვის. და თუ არ მოხდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მასშტაბური გადახედვა, ეს ასე დარჩება, აცხადებს უიტინგტონი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დრონები არის პრობლემა, რომელსაც ეს თავდაცვა ვერ უნკალდება და ეს პრობლემა არსად გაქრება. და თუ ამის დასამტკიცებლად რაიმე მტკიცებულა გჭირდებათ გთავაზობთ ერთ რიცხვს. 174. ეს არის ის რაოდენობა, რამდენი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურდა 2026 წლის პირველ 5 თვეში, რაც რუსეთს 5.4 მილიარდი დაუჯდა. იუწყება United 24 მედია. 5 ივნისი. ამ საჰაერო თავდაცვის პრობლემის გარდა რუსეთმა დაკარგა MiG-29, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. საუბარი არ არის იმაზე, რომ რუსეთს გამანადგურებელი თვითმფრინავების აშენება შეუძლია. უბრალოდ MiG-29-ის წარმოება დიდი ხანია შეწყვეტილი. თუ რუსეთი ახალ თვითმფრინავს გაგზავნის კალინოში, ეს შეიძლება იყოს უფრო ძვირადღირებული მოდელი, რომელიც ძალიან ძვირფასია დასაკარგად, ან კიდევ ერთი MiG-29, მისი არსებული და მოძველებული მარაგებიდან. არც ერთი ვარიანტი არ არის იდეალური რუსეთისთვის. რუსეთს არსოს უფრო თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების რისკის ქვეშ დაკენება შედარებით მარტივი ამოცანისთვის, როგორიცაა რაკეტებისა და პლანირებადი ბომბების გაშვება. მაგრამ ყოველი საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავის დაკარგვა ამცირებს იმ თვითმფრინავების მარაგს, რაც რუსეთს ამ ამოცანისთვის აქვს. ამ ყველაფერს კიდევ ერთი პრობლემა ემატება. უკრაინის დრონები მხოლოდ უმჯობესდება მაშინ, როცა ჩანს, რომ რუსეთის ყველა თავდაცვა დრონების ომამდე ეპოქაშია გაჩერებული. 17 ივლისი. Iumediam გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დრონები, როგორც ფრონტის ხაზის FPV-ები, ასევე ღრმა დარტყმის UAV-ები, 2026 წლისთვის 1 მილიონ დარტყმას გადააჭარბეს. ამ ტემპით, როგორც ჩანს, უკრაინა წლის ბოლომდე 2 მილიონ დრონულ დარტყმას მიაღწევს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ იარაღზე ახლა უკრაინის ყველა დარტყმის 90% მოდის. კალინოში წარმატებული მიდგომა, როგორც ჩანს, ყველგან მუშაობს. და ლოგიკურია, რომ უკრაინა წელს უფრო მეტად დაეხდნოს ამ სტრატეგიას. ტექნოლოგიური თვალსაზრისით Wall Street Journal-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ეხლა რეალურ დროში იღებენ სატელიტურ დაზვერვას, რაც მათ საშუალებას აძლევს მიზნები სწრაფად იპოვონ და დარტყმები ბევრად უფრო სწრაფად დაგეგმონ, ვიდრე ოდესმე. შეიძლება სწორედ ეს ნახეთ კალინოში. შესაძლოა სატელიტურმა დაზვერვამ აჩვენა უკრაინას, რომ MiG-29 დაუცველი იყო და მან მაშინვე გაგზავნა დრონები მის გასანადგურებლად. შესაძლებლობები ახლა უფრო სწრაფად ჩნდება, ვიდრე ოდესმე, და უკრაინა მუდმივად ამტკიცებს, რომ შეუძლია მტრისთვის სასიკვდილო ძალით უპასუხოს. ერთი რამ ცხადია, რუსეთი კიდევ ერთხელ დამცირდა, როცა სცადა გამანადგურებელი თვითმფრინავი თავისი ერთ-ერთი საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემის უკან დაემალა, მაგრამ საბოლოოდ ორივე გაანადგურეს. და ეს სირცხვილი გრძელდება. ყოველ შემთხვევაში ეს სამიზნეები დრონებმა გაანადგურეს. ამას რუსეთი მაინც გაიგებს, თუნდაც ეს არ უხაროდეს. მაგრამ სხვაგან, უკრაინა ღობის ბოძებს იყენებს ფრონტის ხაზის შესაცვლელად. დაიბენით. გაიგეთ, რას გულისხმობთ ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რადგან ჩვენ ვაშუქებთ ყველა მნიშვნელოვან უკრაინულ დარტყმას რუსეთის წინააღმდეგ. მადლობა ყურებისთვის.